პროვინციალიზმს არ განსაზღვრავს ის ადიბადები. ანუ ეგ არის სულიერი მდგომარეობა. როდემდე უნდა გასტანოს ამ სასწაულმა პერიოდმა. ემპათიის გრძნობას როცა არ გაგაჩნია, მერე ვიღებთ აი ამ ბიოლოგიურ მასას, რომელსაც ქვია ნინი ქარსელაძე. არა, ვერ აი ეს ჩარჩოში ვერ ჩავსვი. უში ვისხავდე ციტაკის პრემიას. მე მეუნებიან შეხარბუკივითო. ვიღაცას აქვს თან ლანჩბოქსი და ვიღაცას არ აქვს, იმიტომ რომ საჭმლის ფული არ ქონდა ოჯახს. ტყუილა იმაზე ხوار ვისვრი მეც არა რეპლიკებს და სამი შვილის დედა ვარ ბოლოსო და ბოლოსო. ახლა შეიძლებოდა ქვეყანას არ მიიღო პროდუქტად ხატია სიჭინავა. სანამ ვიღაცას აიღებ ტელეფონს ხო უნდა გაიგითხო არა ვინ არის, საიდან არის და ოჯახის შვილი. მეორე თავი როგორ არა მომდის ამ ხარზე არ ვიცი. რამდენი პოდკასტი არის? აი მართლა როგორი ხალხის პოდკასტი არსებობს? ხო, აი მართლა კრეატივი რომ მოდის და იმას რო კოლ გააგაშლინი. აი ესეთი გადაცე, აი ესეთი ორი ახალგაზრდა ადამიანი ის. ჩიკას რო ყავდა ხო ის თავის თაკალელები რაღაცნაირად ეგრე აღვიქვა. გამოიწერე რა. აი რა ერთი ღილაკის დაჭერა, ხო? მოგესალმებით ზეირფასო YouTube მსმენელებო, ეთერშია ბუზკასტი ეკლექტიკას მე-19 ეპიზოდი. გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდით მე-19 ეპიზოდით, უკვე ევრია, ჩემი აზრით. სოლიდურია და მეტი მოგვეთხოვება. მეტი მოგვეთხოვება, ხო. რა მოგვეთხოვება მეტი? გახეული ვარ ჟუაზე ფულს არავინ არ მიხდის, მეტი რა გავაკეთო. უფალი მოგცემს, რაღაცა იქნება, ეს არის ჩემი აზრი. რაღაცა იქნება, არ ვიცი, მაგრამ რა ვიღალე ამ ყველაფერს შევიდრე რომ ვყიდულობთ. ცხოშეს პირველად გავსინჯე ცხელი შოკოლადი ცივად, ანუ ცხელი შოკოლადი რანაირად თქვა, თუ ცივი შოკოლადია. ცივი ეწერა ლევან. ხო, მაგრამ ცივი ცხელი შოკოლადი ეგრე ეწერა. ნუ ყველაფერს მოიფიქრებენ, რომ გაამართლენ, რომ უბრალოდ ცხელი ვერ მოგვთ ადგილზე. და თან არ ვარ გა. შოკოლადი ახლა აქ ტყუილა არ გვიდევს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შოკოლადი ურჩევნიათ სამშობლოს მაგალითად. ხო, შოკოლადზე მეტად ნინი ქარსელაძე მახსენდება ხოლმე, უკვე წლებია, იმ ცნობილი ფრაზის მერე რაც გავიგეთ, რომ სამშობლოზე მეტად ბევრი რაღაც უყვარს, აი მაგალითად შოკოლადი. ხო, და ახლა ისევ აქტუალური გახდა, იმიტომ რომ 28 ნოემბერს, რომელიც იყო გადასარევი დღე, ჩემი აზრით, ბევრი ხალხით სავსე რუსთაველი ისევ კარგი სანახავი იყო და ისევ იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ აქ ვართ და არც არ წასულა ის ბრაზი. და პროცესი ცოცხალია და გრძელდება და უბრალოდ ადამიანები ყოველდღიურად რო ვერ ახერხებენ იქ გასვლას, იმას არნიშნავს, რომ იქ არ ვდგავართ შინაარსობრივად. და რა თქმა უნდა, იქ ორი ადამიანი, როგორც ქალბატონი ნინი ხედავდა ამ პროცესს, რომლებმაც გადაკეტეს გზა, არა და რამდენიმე ათასი ადამიანი იყო იქ და რა ვიცი, ყველა ნახავდა მაგ კადრებს, იმათ გარდა ვინც მხოლოდ იმედს უყურებს ალბათ, სადაც ალბათ 10 კაცი ვიყავით, თუ რამდენი აკაცუკი ვიყავით, 30 აკაცუკი ვიყავით. მოკლედ ძალიან გამაღიზიანებელი იყო ამ გოგოს ეს რაღაც ვიდეო, თან მეგობართან ერთად მიდიოდა და სადღაც ატვირთა, ანუ სიტავხედე მაგაში მდგომარეობს, რომ თავისთვის კი არ ჩაილაპარაკა, არამედ ამის გამბედაობა თუ სიტავხედე იყო, რომ ეს აეტვირთა და თან კმაყოფილი ყოფილიყო თავის აქციელით, რომ ვიღაცას მიეძახა, რომ რასა პროტესტებთ, თუ რაღაც ეგეთი ვიღაც დროშიანი, რამდენიმე დროშიანი გოგო იყო. ეგ არის ნათელი გამოვლენა იმის, რომ პროვინციალიზმს არ განსაზღვრავს ის ადიბადები. ანუ ეგ არის სულიერი მდგომარეობა და თუ ერთხელ შეგიყარა გჭირს და თან გენეტიკურია. ხო, ანუ ეგ ადამიანი ალბათ ვერასოდეს ვერ გაიგებს ეს ხალხი რას აპროტესტებს, რამდენიმე მიზეზის გამო. აი ბავშვობიდან ვიცით მისი სახელი და გვარი, ცნობილი იყო მომღერალი ამ რეგალიით, თუმცა ბავშვობის მერე არ ვიცი რამე თუ გაუკეთებია, თუნდაც მუსიკაში. ის რას აკეთებს, ეგეც არ ვიცი. 26 ოქტომბერს იმღერა კონცერტზე და იდგა იგივე სიმღერა. კუნძივით, ხო, ჩემი ხან და ბავშვის ხმით ისევ, ანუ საშნელები. მას 90-იანებში ადამიანებს უმრავლესობას და ბავშვებს და ჩემი ასაკის ადამიანებს არაფერი რო არ ქონდათ, მას ჩვენთან შედარებით ყოველთვის ქონდან, ყოველთვის იყო პრივილეგირებული და ვერასოდეს ვერ გაიგებს აი ჩვენს გაჭირვებას და ვარქმევდი მაგას, ანუ რაც ჩვენ გვაკლდა, მას დიდი ალბათობით არ აკლდა და ემპათიაც არ გააჩნია, რომ უბრალოდ შევიდეს ამ მდგომარეობაში. მეორე გამაღიზიანებელი რაც არის, ცალსახად ფეხებზე კიდია ის ღირებულებები. მე გავაკეთებ კომენტარს, ანუ ხო მეც ეგრე ვთვლი და მინდა რომ დაგეთანხმო, რომ ანუ ადამიანებს ზოგადად ეგ დაავადება უმეტესობა სჭირს, ვინც მოდის რაღაცნაირი მდიდარი ოჯახიდან, რომ მათ ოჯახებში, ანუ მათ არ უნახავთ რას ნიშნავს ბრძოლა სიღარიბიდან ამოსასვლელად და ამიტომ რაღაცნაირად ემპათიის გრძნობას როცა არ გაგაჩნია, მერე ვიღებთ აი ამ ბიოლოგიურ მასას, რომელსაც ქვია ნინი ქარსელაძე.
ხო, ანუ სიმდიდრეზეც არ არის, აი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რაღაც ინტერვიუები მაქვს, უბრალოდ მახსოვს ისე ძველი, რომ აი როცა ჩვენ არ გქონდა, ჩვენს ოჯახს არ ქონდა ფული, ვიღაცები მიკერავდნენ საჩუქრად და რაღაც მსგავსი, რაც აი უბრალოდ არის სენტიმენტები, რაც შეიძლება ადამიანებში გააჩინო. მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ ეს გოგო თან ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ რუსი ერის მიმართ გრძნობს დიდ სიყვარულს და მისი ნაწილი არის და ევროპაში მხოლოდ ტურისტად თუ წარმოუდგენია თავი, იმიტომ რომ ღირებულებებით რუსეთთან უფრო ახლოს არის. და დედაჩემის ბებია თუ დედაო იყო რუსიო და მათთან რაღაცნაირად უფრო ახლოს ვართ და მეტიც 2022 წლის შემოდგომის სტატია არის, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ფიქრობს, უბრალოდ წლებია მაგაზე ფიქრობს, ბევრი რაღაც შემხვდა სერჩვის დროს, რომ რუსეთში უნდა გადასვლა. ფიქრობს უბრალოდ მოსკოვში ცხოვრებაზე, იმიტომ რომ მოწონს იქაურობა, რომ ძალიან განვითარებული ხალხი არისო, რუსეთზე იძახის, ანუ სავარაუდოდ მოსკოვის ცენტრს არ გაცდენია და მაგიტო იძახის და კი ეგენ კარგად ცხოვრობენ და შედარებით ნამდვილად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც დაელაპარაკები, მაგრამ მისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 2022 წელს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ანუ რუსეთი რო შეიჭრა უკრაინაში მაგის მერე კიდე ყოფნიდა ეს თავხედე, რომ ხმამაღლა ეთქვა, რომ აი რუსები ძალიან მაგრები არიან საქართველოში. და ჩვენ ოკეი, მივიდეთ. ბოდიშინინი რომ შოკოლადის საყიდად რომ მიდიოდი, მოგიწია რომ ცოტა შეფერხებული ყავი, მაგრამ მთელი ეს ქვეყანა არის შეფერხებული, ჩემო კარგო და ამის გამო ადამიანები ციხეში ზიან, რომ ვიღაცები ცდილობენ რომ ეს შეფერხება, ცდილობდნენ რომ ეს შეფერხებული გზა გაეხსნათ და შენ თურმე ის რა ქვია. და მას თუ მოწონს რუსული ესტრადა ჩვენ არ მოგწონს და არ გვინდა რუსეთთან მართლა თუ ფიქრობ და მოსკოვში ასვლა და წავიდეს, არავინ არ იჭერს. მთელი მისი ოჯახი რაღაცნაირად დაკავშირებულია მოსკოვთან და არ იქნება იქ უცხოთ. სასწრაფო პირობები აქვს გადასარევი და შეგიძლიათ წახვიდეთ, გამრავლდეთ, აყვავდეთ და ასე შემდეგ. თან რაღაცნაირად თქვენი გემოვნების ხალხია, თქვენ ისეთ მუსიკას როგორც ეს თქვენ აკეთებთ, უმაგას მუსიკა ქვია, იქ მიღებულია და შეიძლება მეტადაც დაფასდეთ, ასე რომ გელოდებით Georgian Airways-ის რეისზე, რომელიც მიფრინავს პირდაპირ მოსკოვში. თუმცა ეს გამახიზიანებელი ფაქტია, ხე ჩვენს გაღიზიანებულები ლაპარაკობთ, მაგრამ სინამდვილეში რა ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ანუ ნეტა ასე ვაწუხებდეთ ყოველ დღე კოცებს და კოცების ხარდამჭერებს, რომ გზებს ვკეტავდეთ ისე როგორც შევაწუხეთ 28 ნოემბერს, რომელიც ჩემს არის ძალიან აღსანიშნავი დღე. კიდევ ერთხელ დავანახეთ კოცებს, რომელსაც ეკონათ რომ პროტესტი გაანელეს თავის პროპაგანდას, რომ არაფერი არ გაუნელებიათ, უბრალოდ ადამიანებმა გააგრძელეს ცხოვრება და ამ ცხოვრების გაგრძელება, ეს ცხოვრების გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი ჩაქრა და მინელდა მათ გულებში და ეს ადამიანები ფიზიკურად შეიძლება ყოველდღე არ დგან რუსთაველზე, მაგრამ შინაარსობრივად ქვეყნის უმრავლესობა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა და თან მოუსყიდავი და ათლარად მარშრუტებით ჩამოხეკილი ნახირივით ხალხი კი არა, ნამდვილი ამ ქვეყნის გულშემატკივრები ვარი მოქალაქეები თავისი ნებით გამოვიდნენ ქუჩაში და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ ახსოვთ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ. და ნამდვილი შოკუნიების დღეები ქონდათ სავარაუდოდ კოცებს, იმიტომ რომ პარასკევს იყო 28 და პირველში BBC-ს დოკუმენტური ფილმი ალბათ ბევრმა ნახა. მე მგონია რომ როგორც 28 ნოემბერი იყო მათთვის გამაღიზიანებელი, შემაწუხებელი და ვაიმე, არანაკლები იქნებოდა ეს BBC-ს დოკუმენტური ფილმი, სადაც აღწერილი იყო ერთი წლის პროტესტი, როგორ ვითარდებოდა, პერსონაჟები ყავდა ამ ფილმს, მათ შორის ორი ადამიანი უკვე დაკავებულია და როგორც აღმოჩნდა შეიძლება სხვა რესპონდენტები არა, ორი ადამიანი გელა ხასაია და ბაჩიაშვილი უკვე დაკავებულები არიან, რომლებიც მაშინ არ იყვნენ დაკავებულები და მიღებული აქვთ მონაწილეობა ამ ფილმში და ეხლა უკვე პოტენციურად ყველა საფრთხეშია, რომ ვინც ამ ფილმში მონაწილეობდა და მათ შორის ექიმი კოტე ჩახუნაშვილი უკვე დაბარებული არის სუსში გამოკითხვაც და უკვე იბარებენ იმ ადამიანებსაც, ვინც წერდა, რომ მათ ჰქონდათ ინტოქსიკაცია და რაც ფილმში. ეს პოდკასტი რო გავაკეთე, მაინც ამ ადამიანებს რა ბედის წინაშე ედგებიან პერიოდში და ერთს ჩავაკვეხებ, იმიტომ რომ სუმიდო რა თქმა უნდა ვერსად ვერ თქვი, გელა ხასაიას ახლობელი თუ უყურებს ვინმე ამ პოდკასტის აი ამ მონაკვეთს მოგკითხეთ, იმიტომ რომ სულ ფიქრობთ მასზე და გვახსოვს. გელა იმიტომ დაიჭირეს რაღაც უცნაური მიზეზით. პირველ შემთხვევაში დანაშაული ჩაუდეს, ანუ ნარკოდანაშაული კი არა, რაღაცა უცნაური დანაშაული ჩაუდეს. ჯერ თვითონ იყო დაზარალებული, ანუ რასაც ყვებოდნენ მაგ ისტორიით თვითონ გამოდიოდა დაზარალებული, მაგრამ მაინც დაიჭირეს, მაგრამ ეხლა ჯგუფ ურძალადობას ედავებიან ადამიანთან, რომელსაც არ იცნობს. ნუ ეს პირველი არ არის და შეიძლება ბოლო არ არის, მაგრამ მაინც, ანუ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობს, მაგრამ ისინი ჯგუფურად ძალადობდნენ მესამე ადამიანზე, რომელიც ამბობს რომ ხელი მომტეხესო, ოღონდ ექიმს ეს არ დაუდასტურება, შეიძლება რაღაც ნატკენი ქონდეს, მაგრამ მოტეხილი არა. მაგრამ ამის გამო შეიძრა ქვეყანა, მაგრამ მაგისევ BBC-ის გამოძიების გამო და ეკავა. კი, ნამდვილად შეიძრა, იმიტომ რომ უკვე სუსმა დაიწყო ორი მიმართულებით. ერთი ამ ადამიანების
ეს ადამიანები ვინც მონაწილეობდნენ მათი მონაწილეობა რაში მდგომარეობდა, რომ რაღაც მტერთან კოლაბორაცია და რა ვიცი, ხო პირდაპირ BBC-ს ვერ უჩივლეს. ოღონდ ეს ეძახიან BBC-ს, რომელსაც სხვათა შორის ყველაზე მეტად ყვარობდნენ და აქებდნენ, მე მახსოვს დინარაძე იძახდა, რომ BBC სტანდარტი თუ არ იცით რას ნიშნავს, მასე უნდა ქონდეთ წორებაო, განსაკუთრებით მაშინ, როცა დავით კეზერაშვილის საქმეზეც გამოაქვეყნეს, ხო, საგამოძიებო ფილმი BBC-ზე, რაღაც კოლ-ცენტრების საქმეზე და მაგ პერიოდში ძალიან უყვარდა ქართულ ოცნებას და ეს იყო იმის აკადემიურობის და მედია სტანდარტის აკვანი BBC და ახლა უცებ გახდა fake news-ების ქარხანა. უსასაცილოესი ხალხი ხართ, ხალხო აი გიჟები. კი, ნამდვილად ეგრე არის. მოკლედ ამ BBC-ს ფილმში საუბარია იმაზე, რომ რაზეც ჩვენ იდეაში ერთი წლით ადრეც ვსაუბრობდით, ვინც მაგ დროს ქუჩაში იყო, რომ ეს დაშლის მეთოდები თავი რო დავანებოთ ამ ქიმიურ ამბავს, უბრალოდ ეგ დაშლისთვის არ გამოიყენება, უბრალოდ ადამიანების წამებისთვის გამოიყენება, რომ შეგეშინდეს, რომ მეორე დღეს არ გახვიდე. ჩვენ შემთხვევაში ამან არ იმუშავა. ჩვენ გახსოვს, რომ ხუმრობდით კიდეც მაგ აქციების პერიოდში, რომ ჩვენ რაღაცნაირად იმდენჯერ დავგვარბიეს, რომ იმუნიტეტი გქონდა ციცაკის სპრეის და გაზის და წყლის ჭაურის მიმართ და ანუ მართლაც ბოლო პერიოდში, აი სანამ ამ ბოლო შემთხვევას ყურში ვისხავდით ციცაკის სპრეის. მართლა რეაქცია ფაქტობრივად აღარ ქონდა. აი მაშინ რომ გამოიყენეს მეორე და მესამე დღეს სხვა დღებში რომ გავედით, როც დარბება აღარ იყო. სუნი რო იდგა. ხო, აი ეგ იყო ძალიან უცნაური შეგრძნება, რომ სუნი მაინც იდგა და მაინც გახურებდა და მანამდე მსგავსი პრაქტიკა არ ყოფილა და მაშინაც გაგუჩნდა კითხვის ნიშნები, აი რა ხდება, რას ურევენ, მაგრამ რა თქმა უნდა ვინ გაღირსა პასუხი. მათ შორის დუმდა ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ სიჩუმე არჩიეს, ერთი წელი გავიდა, არავის არაფერი პასუხი ამაზე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წერილობითი კითხვით მიმართა მათ მიმართ. ხო, ნაერთაც მინდა რომ ვთქვი. რას იყენებდნენ, ეს არის კამიტე, რაც გამოიყენებოდა დაშლის დროს, რასაც აზავებდნენ წყალში და წყალში გაზავებული კიდე უფრო საშიაო, იმიტომ რომ თუ პირში მოხვდა, მე ფილტვებამდე უფრო მარტივად აღწევს და ეს ნივთიერება აიგრძელა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 1925 წელს შეთანხმდა ჯერ კიდე ცივილიზებული მსოფლიო და საქართველოს პრინციპში იმ პერიოდში იმაზე, რომ ამ ნივთიერებას აღარასდროს აღარ გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ განსაკუთრებით სწრაფად აზიანებს მხედველობას, სასუნთქსებს, ფილტვებს და კანს და ასე შემდეგ, განსხვავებით იმ გაზისგან, რომელიც გამოიყენება ხოლმე, ცრემლსადენი გაზისგან, რომელიც გამოიყენება ხოლმე დღეს ცივილიზებულ სამყაროში და საქართველოს ორივე მხარეს აზიანებს რეალურად და ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რომ ანუ ვინც ამას იყენებს, ვის წინააღმდეგაც ორივე ერთნაირი დაზარალებული შეიძლება აღმოჩნდეს და მათ შორის თქვენ თუ გახსოვთ შაშან ახალწელს ნაძვისხის დადგმა რო უნდათ და ვითომ ბავშვები რომ იყვანეს რომ აი ვიღაც კაცები რო იყვნენ და ბავშვებს ნაძვისხე უნდა თუ რაღაც ან მოწამლულ ადგილას საკუთარი ამომრჩევლის ბავშვებს ეპატიჟებოდნენ მოდით ნაძვისხე ავანთოთო როცა ის ადგილი იყო უბრალოდ საშიში მაშინვე იყო საშიში იმიტომ რომ ესე მარტივად არ გადის არც იმ ფოთლიდან არ ჩამოირეცხება იქ ხერო არის არც ასფალტიდან და ჩვენზე წარმოგიდგენთ ასფალტი რო ირეცხება იქიდან რო არ გადის ჩვენი ორგანიზმი და რა დროს ჭირდება მის გასვლას ანუ ეს გრძელვადიან ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს და წლების მერე რაში გადათარგმნეს ჩვენი ორგანიზმი ამას ეგ კიდე ცალკე საკითხავია. ხო და ადამიანები იყვნენ ვისაც კვირების განმავლობაში ღებინება ჰქონდათ, ხველება, სისხლდენა ცხვირიდან ეგეთი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი სიხშირით შეიწოვა შენმა სხეულმა და საბედნიეროდ ადგილზე ლეტალობით არაფერი დამთავრებულა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს რაღაცა სადღაც ძალიან ცუდად არ გამოჩნდება. ჯერ ანუ აქ თავარი ამბავი არის ის, რომ შენ რო იმკურნალო ექიმთან რომ მიხვიდე, ექიმები ცურებს ვერ გეუბნებიან, იმიტომ რომ არიციან რისი ინტოქსიკაცია გაქვს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ რა ჯანდაბა იყო იმაში გარეული, მაგრამ როგორც ჩანს დანაშაული აქვთ ჩადენილი ხალხის წინაშე და რაღაც უფრო დიდი ვიდრე ვინმე წარმოედგინა და ამიტომ რა თქმა უნდა ბოლომდე ბიჭი წყალს დაიგუბებენ. ხო, ჩვენ მე საერთაშორისო სამართალს შეიძლება რომ ვერ ახლა რაზეც მსჯელობთ, ეგ არის ჩვენი დაკვირვება, იმიტომ რომ ყველა აქციაზე ვიყავით და ნამდვილად იყო სხვანაირი რაღაც გამოყენებული ამას ვგრძნობდი საკუთარ თავზე და ვეყრდნობი სრულად BBC-ს გამოძიებას, ხო? რომლებიც ასევე კიცებით ფორმაში არ ამბობდნენ, იმიტომ რომ ანუ ამას დადასტურება ჭირდება ინფორმაცია გამოითხოვეს, მაგრამ რა თქმა უნდა არც მათ არავინ არ მიაწოდა. გაეროს წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ მე თვითონ გავგზავნე წერილი საქართველოს მთავრობას, მაგრამ მათგან აქამდე არ მიმიღია წერილი და წარმოიდგინეთ ერთი წელი აკეთებდნენ ამ ფილმს. რეალურად იმიტომ არ მისეს არანაირი ნივთმტკიცება თუ რაღაცა დოკუმენტი, რაც გამოითხოვა BBC-მ, რომ ფილმი სრულყოფილად მოემზადებინათ, რომ
თუ გამოიკვეთა რომ კამიტას ნამდვილად იყენებდნენ, ეს არის საერთაშორისო დანაშაული და როგორც ჩვენ ვიცნობთ ტერმინს ომის დანაშაულებს, რის გამოც ქვეყნები სამართლდებიან საერთაშორისო ტრიბუნალზე, ასეთივე ტერმინი არსებობს, რომელიც გულისხმობს დანაშაულს, რომელსაც ჩადიხარ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ანუ როგორც სახელმწიფო დანაშაულს ჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც მორალურადაც უფრო მძიმეა, ვიდრე ომის დანაშაული, იმიტომ რომ ომის დანაშაულიც აშენება, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებ და მოკლედ ჩემი აზრით იზეიმებს საბოლოოდ სამართალი და კარმა is a bitch კოცებო. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ მათი მოწავლვა ნამდვილად ვარფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით რა სმოკიც იყო ქალაქში და ნისლს ეძახდნენ. ეგეც საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩვენ ჯანმრთელობა დაზიანდეს და მესმის, რომ ამ რაღაც ბუნებრივ პროცესებს ვერაფერი ვერ აღუდგება წინ, მაგრამ ძალიან ელემენტარულია მაინც, რომ შენი მოსახლეობა მაგ დროს გააფრთხილო და რაღაც პოსტებიდან და კონკრეტული ადამიანების კეთილნებაზე არ უნდა ვიყო დამოკიდებული, რომ გავიგო რასთან მაქვს საქმე და როგორ დავიცვა თავი. რომ მაგალითად ქუჩაში არ უნდა გავსულიყავი ამ დღეების განმავლობაში, არ მესერინა და ეს უარესი იქნებოდა და ასე შემდეგ და ისევ ყველაფერი მედიაზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. რაღაცა არსებობს სახელმწიფოში თუ ცხოვრობს. ხო, რეალურად კვირა კი არა 6 ნოემბრიდან მოყოლებული, ანუ თითქმის ერთი თვეა რაც მსგავსი ჰაერი, ანუ არსებობს ჩვენს გარემოში. უკვე ძალიან ჩანდა, იმიტომ რომ ეს იყო ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რაც ბუნებრივი მოვლენაა რეალურად და ქარს მოაქვს ხოლმე უდაბნოს სტორი და 1000 რაღაცა წელიწადში 10ჯერ მაინც ხდება, მაგრამ ამ ხანგრძლივობებს არ გვახსოვს ჩვენ. თვალით იყო ძალიან ხილული და თავიდან ყველას ალბათ ნისლი გვეგონა და სანამ მართლა მედიამ არ მოიღო ხმა ვერავინ გაიგო რა ხდებოდა. რასაც ჩვენ თვალითაც ხედავთ ახლა რაც ხდება ჰაერში და რაც დაადასტურა ჰაერის შესამოწმებელმა სადგურებმა, ეს არის PM-ორი ნაწილაკები, ანუ მყარი ნაწილაკები, რომლებიც ჰუს მიხედვით, რაც ნიშნავს გარემოს ისა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით არის პირდაპირი კარცეროგენი, ანუ პირდაპირ იწვევს ადამიანებში და ცოცხალ ორგანიზმებში სიმსივნის წარმოშობას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე გვაწვდიდეს ინფორმაციას ხელისუფლება რეალურად და არა მხოლოდ ცივილიზებული და ნორმალური მედია ამ ქვეყანაში, რაც ასე და მე აღარ უნდა გვიკვირდეს ამდენი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანი საქართველოში. ხო, პირდაპირ რეკომენდაციაა, რომ იმდენად დაბინძურებული იყო ხალხი, რომ ექიმების, პულმონოლოგების და სხვა ექიმების პირდაპირ რეკომენდაცია, რომ არ გაანიაოთ ჰაერი, არ ივარჯიშოთ ღიაცის ქვეშ, არ გაასაინოთ ბავშვები გარეთ და წესით არ უნდა გაუშვათ სკოლაში, მაგრამ ამაზე არავინ არ ზრუნავს. ფანჯრები არ გაყოთ ეგეთი რამე გაგუგია, საერთოდ ფანჯრის გაღება არ ღირს, დედაქალაქში ისეთი ბინძური ჰაერი, რომ ფანჯრას ვერ გამოვაღებ და ეს ყველაფერი ილექება ჩვენს ორგანიზმში დააგვიმატე ის დაუმატე რა ქვია ციტაკის სპრეები და რაღაცა უბედურებები, რასაც იყენებდნენ აქციების დასაშლელად და საერთოდ როგორ ცოცხლობს და ვარსებობს. მსოფლიო მიგოქ მეორე თავი როგორ არა მომდის ამ ხარზე არ ვიცი. მაგრამ იმ ყველაფერს რომ ამაზე მოქალაქეები შეწუხდნენ სწორად გაიაზრონ და მოძებნონ დამნაშავე ხელისუფლებაში, სჭირდება გარკვეულწილად განათლება და განათლებას სჭირდება რეფორმა, რომელიც ვერასდროს ვერ მივიღეთ. და ვერც მიიღებ, მაგრამ რას მიიღებ ფორმებს სკოლაში 6 კლასამდე და მაგაზე მაქვს ჩემი აზრი. ანუ ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით ორად იყოფა ხოლმე, რომ ანუ კარგია, იმიტომ რომ რაღაცა თანასწორობას უსვამს ხაზს, მაგრამ ეს თანასწორობა თანამედროვე სამყაროში რა გვეცმევა, მხოლოდ მაგითი არ განისაზღვრება. მე და ჩემს კლასელს ფორმები თუ გვექნება, არის ბევრი დეტალი, რაც ჩვენ თანასწორობას უთანასწორობას შეიძლება გაუსვას ხაზი. სხვაშიც ჩვენ ბავშვებში მაგაზე ესეებს გვაწეებდნენ ხოლმე სკოლაში და მეც მახსოვს რომ ერთი ეგ არის რომ რაღაცა სოციალურად ბალანსდება, მაგრამ მეორე არის რომ ინდივიდუალიზმი და თვითგამოხატვარისიც ყველაზე მეტად ეშინიათ კონცეფცს, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნაირები. ხო და რეალურად ის კი არ ადარდებთ რომ ბავშვებმა ერთმანეთი არ დააბულინგოს იმის გამო როგორ გაცვია და ასე შემდეგ, არამედ რეალურად არის ის რომ შექმნან რაღაცა მასა. კარგად რომ გამოიყურები, უბრალოდ ისე როგორც შენ მოგწონს კომფორტულად ხარ, უფრო ხარისხიანად სწავლობ, მუშაობ და ასე შემდეგ და ბავშვებიც ეგრე არიან და ის რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთნაირად გამოიყურება ამ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად კარგად შეიძლება ამან იმუშაოს საქართველოში. მაგნაცელში მე რაც არ გეთანხმები ის არის რომ როცა ისე გამოიყურები როგორც შენ კიდე უფრო პროდუქტიული ხარ, მაგრამ ამ ქვეყანაში თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკას რომ ყოველ მეხუთე ბავშვია ის ბავშვების გარკვეული ნაწილი ისე ვერ გამოიყურება როგორც უნდა რომ გამოიყურებოდეს, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მიხედონ იმ პრობლემას რომ სოციალური უთანასწორობა აღმოფხრან
ამის ნაცვლად შეგვაქვთ ფორმები სკოლაში, რომ ყველა დაემსგავსოს ერთმანეთს. ხო, მაგრამ აქ არის მეორე ნაწილი. უბრალოდ ესე თქვეს, რომ ფორმები უნდა შემოვიტანოთ, ესე დიდი არგუმენტები ჯერ ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია, მაგრამ მეორე ნაწილი არის ეს, რაც ჩვენ თქვი, რომ ანუ ისედაც ადამიანებს საშუალება არ აქვთ, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი სკოლაში წასვლით უზრუნველყონ, საკვები იქნება ეს წიგნები თუ ასე შემდეგ. ქვეყანაში, სადაც ვიცით, რომ კორუფცია ყვავის, შესაძლოა, რომ არ ვიცი, ვიღაც ახლობლის ბუტიკში ტენდერი მზადდება. ხო, შეკერონ ყველა ტანსაცმელი. ან თუ თავისუფლად მისცემენ საშუალებას, რომ შეკერონ, შეიძლება ვიღაცის უფრო ხარისხიანი იყოს, ვიღაცის ნაკლებად ხარისხიანი, რაც ამ ეგრეთ წოდებულ თანასწორობას არ ჯდება ამ ჩარჩოში, ხო? სხვა შორის ჩემს ბავშვობაში სააკაშვილის პერიოდში დაიწყო მაგის გატესტვა, რაღაც საშინელი, ჯერ პატარა მქონდა ის პულოვერი, ქართულად არის ეს პულოვერი, არ ვიცი, მაგრამ სვიტრი რაღაცა. მიხვდით, რასაც გულისხმობ, უმკალავებოს მაიზვორეთ მე უსვიტრი. ვერ მოვეწარ, ჩემდას ქონდა საშინელება, საშინელება. ლურჯები რო იყო, ხო? არა, ჭაობისფერი იყო, ხა ისა მუქი მწვანე რაღაცა ხაკისფერი და ყველანი მართლა ერთნაირები ვიყავით და არავის არ მოგწონდა და იყო მოღუშული გარემო მართლა, ანუ არასდროს არ მქონია ესეთ ფინანსური შესაძლებლობა ჩემს ოჯახს არ ქონია, რომ რაღაც საუკეთესოები მცმოდა და ტრენდულები და მაშინ არც იყო ტრენდები. მე მე-6 კლასში ვიყავი, მალსი რო გაიხსნა პირველად თბილისში, ანუ რაზე ვაპარაკოთ, მაგრამ მაინც იყო რა, ის რაღაც ხალისი გქონდა, რომ შენ რაღაცა გეცვა ის რაც შენ გამხატა. უბრალოდ ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, ბევრი საკითხი არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამან პირიქით არ დააზარალოს ეგრეთ წოდებული კარგი იდეა, რომ რაღაცა ბავშვები ნაკლებად დაბუნებდნენ ერთმანეთის მიმართ ამ თანასწორობის გამო. მაგრამ მეორე საკითხი რომ ანუ ერთნაირი ფორმები გვაცვია, მაგრამ ვიღაცას აქვს iPhone ბოლო და ვიღაცას აქვს iPhone ნაკლები. და ვიღაცას აქვს თან ლანჩბოქსი და ვიღაცას არ აქვს, იმიტომ რომ საჭმლის ფული არ ქონდა ოჯახს. კი. ტელეფონების საკრძალოსაც აპირებენ სკოლაში. რაზეც რა თქმა უნდა გამოხდება ვინმე მშობელი და იტყვის, რომ ძალიან კარგი, ძალიან ბევრ დროს კარგავს ჩემი შვილი შეგვი ტელეფონით და ცდება და ასე შემდეგ. ანუ ამის სხვაგვარად მოგვარება შეიძლება. ტელეფონი აკრძალოთ სასამართლოში, ადვოკატს არ ქონდეს ტელეფონთან ურთიერთობა პროცესის დროს, გადაღება აკრძალოთ, სკოლაში ტელეფონი აკრძალოთ. ანუ ეს არის პრობლემები, რომელიც რაღაცის გამო არის გამოწვეული. ის ბავშვი რო დაკავებული არის ტელეფონით, მაგის ანუ ეგ კი არ არის პრობლემა, არამედ აქამდე როგორ მივედით, ეგ არის პრობლემა და ძირეული პრობლემების აღმოფხვრის მაგივრად რაღაცა ზედაპირზე რაც დევს მაგაზე ვსაუბრობთ და ეს არის უბრალოდ დროის გარკვევა. ისევე როგორც ის იყო 12 წლიანი უნდა იყოს სწავლება თუ არა, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ვისაც როგორ გინდათ ისე ვისწავლით. იმიტომ რომ მიხდნენ, რომ დებილობა იყო. არის სკოლის და ზოგადად განათლების სისტემის მთავარი ფუნქცია არის მიეწოდოს ადამიანებს ხარისხიანი ცოდნა და ეს არის მისი ძირეული ფასეულობა, რომ შეიქმნას საზოგადოება მომავალში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარ გადაწყვეტილებებზე, იქნება თავისუფლად მოაზროვნე, რომელიც შეძლებს რომ მე რაღაცა წვრილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, საკუთარი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მაგრამ არა ისეთი ადამიანები, როგორებიც რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ განათლების რეფორმა ყოველს გვჭირდება, მაგრამ თავის დროზე რომ რაღაცა გაეკეთებინათ, ახლა შეიძლებოდა ქვეყანას არ მიიღო პროდუქტად ხატია სიჭინავა, რომელმაც განათლების რეფორმაზე თქვა, რომ არ მომისმენიაო, ანუ არ წამიკითხავს კი კითხვა ხოსავით არ იცავ, რომ არ მომისმენიაო ეს განათლების რეფორმაო, მაგრამ მომწონსო. ანუ რანაირად მოგწონს თუ არ მოგისმენია, მაგრამ ამის არგუმენტად რატომაც მოწონს და რატომაც არის პრობლემად მორწმუნე ზოგადად შინაარსობრივად თქვა ის რომ ზოგადად ძალიან ესეთი გამგები განათლების მინისტრი ყავსო, იმიტომ რომ რაც არ უნდა უთხრაო მასო, ყველაფერს გაიგე, ანუ ყველაფერი ესმისო, რაზეც ელაპარაკებიო, ამ განათლების მინისტრს თუ ყველაფერი ესმის ხატია, რასაც შენ ლაპარაკობ და შენ ნათქვამი შეუძლია რომ აღიქვას და არ დაერორდეს და სწორად გაიგოს, ესე იგი მართლა კარგი განათლების მინისტრი ყოლია გამაცანით ეგ კაცი. ხო, მე მაგაზე ვერ ბრაზდები. ხატია სიჭინავაზე ვერ ბრაზდები ზოგადად. არ ვიცი რატომ, მაგრამ არა, ვერც მე ხო რაღაცნაირი ცაკალელია. ჩიკას რო ყავდა ხო ის თავის ცაკალელები რაღაცნაირი ეგრე აღვიქვა. მე ადრეც მოვყევი და ვინმეს თუ არ გენახავთ უცებ გეტყვით რომ პანდემიის დროს დამყავდა ხოლმე პირდაპირ ეთერში და გვერდზე ვუსვავდი ისეთ აკადემიკოსებს რომ ადამიანებს დაინახათ ვინ იყო ანუ ანტივაქსერები რანაირები არიან და საერთოდ დგას მე სიმართლე და განათლება და ჩემი ლაკმუსის ქაღალდი იყო. მადლობა რომ პირველ ნაწილს ბოლომდე უსმინეთ ვინც ახლაც აქ ხართ და გადავიდეთ სტუმარზე. გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ ვიდეო, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა. და გადავიდეთ სტუმარზე. გადავიდეთ. და როგორც ხედავთ, ჩვენი სტუმარია ანა დოი. ანა დოიაშვილი. ეხლა ვფიქრობ დოიაშვილის ფსარდა თუ დოიძეთ თქო. მამაშისაც ვისნობ კარგას და ვიცი რომ დოია კაცო და რითი მთავრდება არასდროს. დოია. დოიაშვილების წარმომადგენელი
მუსიკოსი, ინფლუენსერი და უბრალოდ კარგი. ინფლუენსერი ნაკლებად, მაგრამ მუსიკოსი. შენ არა, მაგრამ ლალი მებუკე არის ინფლუენსერი. ლალი კი. ხო, პროფესიით რა ხარ? მუსიკოსი. მუსიკოსი. კი. და დიპლომიანი. დაამთავრე პანდემიის მერე ბერკლში რო იყავი და კი, დაამთავრე მუსიკის თერაპია და პერფორმანსი. ეს რას გულისხმობს, რომ მუსიკის თერაპია? არსებობს ეგეთი ახალი რაღაცა ის არის. სადაც სპექტრის მქონე ბავშვებს ძირითადად და PTSD ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისედაც თერაპია არის მუსიკის, რომელიც ძალიან ეხმარება სტრესის დაძლევაში, ყოველდღიურობაში მორგებას, ბევრ რაღაცაში კი, და საქართველოში ნაკლებად არის ერთადერთ ადგილას ვიცი რომ აკეთებენ მაგას და კარგად მუშაობს. ძალიან საინტერესო არის. ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ვერ შევწალი ამ პროფესიას რა გავყოლოდი, იმიტომ რომ ემოციურად ხორთულია. ძალიან გამიჭირდა და მივხვდი რომ ვერ. და ჯაზის ფაკულტეტი? ჯაზის ფაკულტეტი დავასრულე კი, ძალიან კარგი იყო. და ჯაზი არის მაინც შენი მთავარი ეს მეინ. იცი რა, ეხლა საერთოდ აღარ უმღერი. ეხლა რას აკეთებ, სად ახარ? მას შემდეგ თეატრი აღარ არის. ხო, რაც თეატრი აღარ არსებობს, რაღაცნაირად უფრო საერთაშორისო პროექტებზე მუშაობ დათოსთან ერთად. ეხლა კი გარი უკვე 3 წელი, რაღაცნაირად გაწერილი გვაქვს ყველაფერი და ძირითადად საზღვარგარეთთან, თეატრებთან, მუსიკოსებთან, მხატვრებთან და რაღაც საინტერესო საქმეს ვაკეთებ ახლა. მაგრამ ხო, მადლობა. მთავარად, მაგრამ საქმე ბევრია, მომთაბარედ, იმიტომ რომ მაგრამ ნიჭიერი და კარგი პროფესიონალები ყველა სჭირდება ამათ გარდა. იმედია. და ახალ თეატრში რა ხდება, რომლის კარიც ჩარაზულია ახალ თვითონ დასისთვისაც და არაფერი არ ხდება სამწუხაროდ. აბსოლუტურად არაფერი. არც ახმა, არც აიძახილი. არაფერი არ ისმის. გაჩარებულია თეატრი, ფუნქციოდ, რაც უკვე რამდენი თვეა. არც ისმის რა იქნება, როცა ჭორების დონეზე რაღაცები დადის, მაგრამ უბრალოდ ვერ გაიგებ ვერაფერს და არ ვიცი, ალბათ ოდესმე რაღაცა მოხდება. და ერთსაც კითხავ. რატო აღარ მღერი? იმიტომ რომ კარგად ვღერი ნამდვილად და. მადლობა. იცი რა არის, რაღაც რო დავასრულე, რო დავამთავრე უნივერსიტეტი, მივხვდი რომ ბევრად უფრო მეტი რაღაც მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დაუთმე მუსიკას. თავიდან ბოლომდე და რაღაც ცხოვრებისეული სიამოვნებები გამოვტოვე და ამიტომ ცოტა ხანი რაღაცა პაუზა ავიღე და ბევრ სხვადასხვა პროფესიას ვეუფლები. ესე რაც მაინტერესებს, ვკითხულობ, ფსიქოლოგიაც მაინტერესებს. მუშაობდი რესტორანში 2 წელი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და არ ვიცი, ესე რაც მაინტერესებს, ყველაფერს ვეუფლები. ო, nice. ანუ ბოლომდე უარი არ მithქვამს სიმღერას, მაგრამ ჯერჯერობით არ გიქმებში არ არის. მემხარებოდ. იმედი მაქვს რომ რაღაც პერიოდის მერე რო გაივლი მაგ ეტაპებს დაუბრუნდები, იმიტომ რომ კარგი ხარ. მადლობა. დავიწყოთ. აქ არის 10 კითხვა. თუ 8-ს უპასუხებ, ბოლო 2-ს აღარ პასუხობ და თუ მოგინდება, შეგიძლია 2 დაარეჯექტო და ამიტომ ყველა ამ ანუ შემთხვევაში ორ კითხვაზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს უარს არ მომოგო. დიახ. ოკეი, კაი. თუ არა და ბოლო 2 რას დარჩება, ოკეი, გავხსნა. კაი. ისეთი არაფერი. ოკეი, და რა ხდება? არ უნდა ვუპასუხო კითხვა. ანუ რა კითხვა წარი, იმაზე პასუხო? ხო? ოკეი, კაი. დავიწყო. კი. ანუ ძალიან მაინტერესებს. რა სიტყვა დალალი მებუკე ქოცალა ბაბოებს? პირდაპირ უნდა ვთხოვოთ პერფორმანსი, მაგრამ ქოცალა ბაბოებს? რა ვიცი, ალბათ პირველ რიგში გულში ჩაიხედონ. მეორე რიგში ის, რომ რა ვიცი, შვილი ყავს ყველას და შვილი ყავს და და ყავს და თვითონ ცხოშულები არიან. და აი, ესე გამეტებით რომ ურტყავენ ბავშვებს და თვითონ რომ დგას და ზერელეთ უყურებს ამ ყველაფერს, ვეტყოდი რომ რა ვიცი, აი, უფალთა რომ მივლენ, მე უფალი გასცემს პასუხს, მე რა უნდა უთხრა პრინციპში, მაგრამ ვეტყოდი რომ მონალგინისმა სჯობია, ცივწყალი დალიონ და რეალობას თვალებში ჩახედონ, აბრეთ ამას ვუტყოდი. მოშდენ მონალგინისმას, ამას ვეტყოდი. საიდან მოდის ეს, ანუ ვინმე სიცნობ მსგავს. ლალი მებუკე როგორ შეიქმნა ეგ მოგვიყვება? ლალი მებუკე შეიქმნა ძალიან სასაცილოდ, მე და თორჩო ალბათ 10 წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდით რაღაც ადგილას, სადაც ერთ-ერთმა ქალმა გადასძახა მეორე ქალს, ლალი, შენც გაიგე, ლალი შენცო? აი ეს ფრაზა. არაფერი ესეთი. აბაგეთ, ნუ აი მართლა საათნახევარი ვიცინოდი და გადავწყვიტეთ, რომ მე ვარ ის ლალი, ვინც აი ეს ამბავი გაიგო. და მაგის მერე გვარი მოვუფიქრეთ და ეს პერსონაჟიც აი გადავღადავებით შექმნა, მაგრამ არავის არ ვიცნობ ესეც. ესე ლალის რო ვუყურებ მეც, მგონია რომ ყველა იცნობს ერთ-ეგეთ ქალს. ცოტა კრეფსიტია, ხო, ქართველი. აი როგორც ქოცალა ბაბო არის კრებითი სახელი, აი ზუსტად ეგრე მგონია რომ ლალიც აი ყველა იცნობს რა მაგ ქალს.
მაგრამ ეგრეს ესა კონკრეტულად. რომელსაც ხშირად არავინ არ ეკითხება, მაგრამ ყველაფერზე აქვს რაღაც თავისი აზრი. აბა. სადაურია. ლალი მებუკე ზემოერგნელია. ზემოერგნელია ჩემი ცოცხლი. და გიყვარს. მე ლალი ძალიან მიყვარს. მაგრამ ძალიან და რაღაცნაირად მივატოვე ეს პერიოდი. მე თვითონაც ძალიან მახალისებს და ძალიან ბევრ კარგ ემოციას იწვევს ჩემში ვალის რო ვაკეთებ, რომ ხედავ რომ ძალიან ბევრს ეცინება, ძალიან ბევრს უყვარს და გულწრფელად უყვარს და ეგ ძალიან მახარებს, მაგრამ აი ხა ბოლო პერიოდი საერთოდ არ მქონია არც რესურსი და არც ენერგია იმისი, რომ აი ამ ყველაფერს და ხალისი რასაკურველია, რომ რაღაცა ესევ ეს ვიდეოები ჩამეწერა და გამეკეთებინა. და ხა მიხარია რომ თქვენთან გავაცეცე. ძალიან რთულია, მაგრამ იცი რა არის, რომ აი ლალის ვეტყოდი რა, რომ ძალიან უმეტესად რატომღაც ასე დავაგდა საქართველოში, რომ რაც არის იუმორის სტილ ჟანრში, იქნება ეს ინფლუენსინგის ნაწილში თუ სატელევიზიო კონტენტის ნაწილში, ძირითადად ძალიან გოიმობაა და ლალი კარგია რა. აი გულწრფელად გეცინება მაგაზე და ხო, რაღაცა კომერციას, ჩემთვის აი დასაჩენ ამბობ, კომერცია სადაც კი ოდნავ ჩანს, მეც ცუდად ხვდები და ლალი ჩემთვის იმდანად გულწრფელია და სინამდვილეში იმდენ ჩემს სათქმელს ამბობს ლალი, რასაც ესე ვერ ვიტყვი მე და ლალის ჩხუბი შემიძლია რომ ვიღაცა როკს რო გაბლანწყავ მართლა მინდოდეს და ლალითი ეცინება და თეატრებს, მაგრამ მე ვიცლები და მგონია რა ეგ გულწრფელობა შეება რაღაცას თავისას რა. ოკეი. შეგვიძლია საგუბრუნე ლალი. რაც მალე მეთქეთესი. თამაში ლალი მებუკე არჩევს სარძლოს. ლალი მებუკემ უნდა არჩიოს სარძლოებით. ჩვენ ახლა წაგეკითხავთ, თაკო წაიკითხავს. რამდენიმე ცნობილი ადამიანის აქ ამონაცდება, მოკლედ მაყურებელი დაინახავს და შეუნდა შეაფასო ეს ადამიანი სარძლოს შენი შვილისთვის თუ შენი ძმის შვილისთვის არ ვიცი, მაგრამ ვინმესთვის. რამდენს დაუწერდი 10-დან? კი ბატონო, 10-დან რამდენს დაუწერდი? 10-დან რამდენს დაუწერდი? მაგალითად მატილდა გვალიანი. კარგი გოგოა. კარგი გოგოა, მაგრამ ნასრეტი აქვს კბილებს შორი და მე ჩემთვის ეგეთი არ მინდა. მაგრამ კარგი გოგოა, თან მაღალია ძალიან. 10-დან 9-ს დავუწერდი. ნასრეტის გამო დაკლდა ერთის. რას გიშავებ? მე არაფერს არ მიშავებს, მაგრამ არ ვიცი, აი რაღაცა ჩემი გიორგისთვის არ მინდა. ჩემი გიორგისთვის არ მინდა. ბელა ჰადიდი. ბელა ჰადიდი. მოიცადე, ეგ რომელია, ქერა თუ მეორე? გაჩვენო. მეორე. ბელა, ეგ ძალიან დეპრესიულია. და ისიც დედამისიც ძალიან აშარი ქალია. არ მინდა ბელა ჰადიდი. ბელა ჰადიდს დავუწერდი 4-ს. ისიც იმიტომ რომ ლამაზია. ხო, სიმპათიური გოგონაა. ხა ლამაზი? სიმპათიური გოგონაა. ალექსანდრა პაიჭაძე. ალექსანდრა პაიჭაძე არ მინდა. არ მინდა. ესე გოგოს ახლა პირადად არ ვიცნობ და არაფერი საწინააღმდეგო, მაგრამ არ მინდა. ჯერ დიდია. ასაკითაც დიდია და გონებითაც სხვაგან არის. ბარგი მოყვება ბავშვები. კაც ბავშვი მოყვებოდეს რა პრობლემა ეხლა ეგ ისა მე თვითონაც ორჯერ გათხოვილი გავთხოვდი მესამედ, მაგრამ ბავშვებიც მყავდა, მაგრამ არ მინდა 3. ისიც ქართველი როა მაგიტო. ანოკი. ანოკიაი. ვინ არის ანოკიაი? აჩვენე. აბა მანახე. ძალიან საფოლიერა მაგთან. ტოპ მოდელია დღევანდელი. მართლა მე რა ვიცი. ანოკიაი, ასე ქვია? ანოკიაი. ეს ლამაზი გოგოა. კარგი გოგოა. წარმოსადეგი. კარგი გოგოა, ლამაზი გოგოა. ამბობენ რომ კაი ოჯახის შვილიც არისო. მაშინ იყო 10. კაი გოგოა. დიდრონი ისეთი. კი. მომწონს, კარგია, იყო 10. გიორგიოს ხედა მის გვერდით არის. ანოკი ქვია თან? ანოკი. ზუსტად არ ვიცი სად იწყება სახელი და სად თავრდება და სად გვარია. აი, იყოს მშვენიერია, მომწონს. თავარია ჩემ გიოს მოეწონოს, რასაკვირველია, მე არავის დაძალებას არ ვარ. ანუ შავგვრემანი გოგონები? იყო შავგვრემანი, თავარია კარგი სული და დიდრონი ის ქონდეს. თვალები აქვს კეთილი. კი, შველივით. აი მართლა, აი აწეული თვალი, ლამაზია, მომწონს, კარგია. კარგია. ნინი ბადურაშვილი. ნინი ბადურაშვილი ასაკით ჩემ გიოზე დიდია. ნინი ბადურაშვილი. რა იყოს 5. ჩვენი რამიდის იყოს 5. კენდი სვენპოლი. აი მე არც ეგ არ ვიცი. რა სახელებს მეუბნები, აბა მითხარი. ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ყველაზე ანგელოზი. არ მომწონს ეს სახეზე, მანახე. არ მომწონს. თევზივით? ხო, რაღაც ამება გოგოა ის. ჯერ ისედაც მოდელების სტერეოტიპი და ეს ახლა არ შემომوارდეს და გავიგი, მაგრამ თავში არაფერი არ ულაგიათ.
ის მათი და კაი გოგო არის, ეს არ მომწონს. ქულა, რამდენად არ მოგწონს? ვიზუალურად? თუ ისე საერთო ჯამში იყოს 6 ჰაკარი. შორენა ბეკაშვილი. შორენა ხო იცი? შორენა ვიცი და ეს შორენას გოგო უფრო მომწონს. გიოსთვის უფრო. ისეთი კარგი ანგელოზივით გოგო არის, ისეთი მართლა ანგელოზივით არის. მოაქვს ანათებს. კი, და აურაც დადებითი აქვს, ისაც აი ყველაფერი კარგი აქვს, შორენას გოგო უფრო მომწონს. შორენა დიდად მისლა რო გითხრა რომ იზიდავს მეთქი ისე. მაგრამ ისეთი სასიამოვნო ქალია. უფრო მძახლებად უფრო მძახლებად ვიდრე ის. აი ევა კარგია, სახელიც მომწონს. გიო და ევა კარგია. ევა უფრო იყოს შორენაც ესე ის ურჩევნია მამუსა რომ შვილის ზრდეს. მართლა ელემენტალურად მართლა. აი ჯიჯი ჰადიდი ის მეორე. ის და გოგო მომწონს, მაგრამ მაგას კიდეც გათხოვილია. არა. როგორც ჯერ არა. არ არის კავშირი ხო გააჩინა კაცო. ისე გააჩინა. არა, მაშინ გათხოვილი იყო და ხა მეორე. ავიდე ცოტა მანკე. აი არ ვიცი ეგ დეტალები. ეგ გოგო მომწონს. მაგრამ გამოსაძიებელია. მაგრამ ჩასაძიებელია. წარსული აქვს ისეთი რომ კი. იცი რა ხა, წარსულით მე არ იმას. ესე რომ ვუყურე ვიზუალურად კარგი გოგოა. რამდენი ქულა? 10. 10 კი, ჯიჯიკაია. უბრალოდ სახელს შევუღრამე ქართულს დავარქმევ. ჯიჯის ცოტა ძაღლის სახელია ჩემთვის და. რა მოუხდებოდა ხა ჯიჯის ქართული? ჯიჯის ბარბარე მართაც მოუხდებოდა. აი მართა რატო არა? მართა ჰადიდი კარგია. კარგია. თაკონაცვლიშვილი. ეგეც გათხოვილია. მაგაზე აღარ გუფიქრია. გოგოა, გაიგე? კარგი გოგოა. მაგრამ რაღაცა აი არ მოაქვს ჩემს. აი ის სიღრმე არ აქვს, რაც ეგიოს რომ ჩაწუდეს ბოლომდე, ეგ სიღრმე მგონია რომ არ აქვს. მაგრამ ვიზუალურად კარგი გოგოა, რას მე ვინავა რომ დავიწუნო. იყოს თაკოც 10. იყოს 10. სარძლოდ გვინდა და 10? არა, სარძლოდ თაკო არა. ისე დაიწერა ადამიანს. ადამიანურად 10 კი. ისე იყოს. გაუმარჯოს თავის პირად ცხოვრებაში. კაცო აბარა და ჯამთებედნიერად. და ბოლოს კენდალ ჯენერი. მომწონს ეგ ქალი, ძალიან მომწონს. შენ იცი რატო მომწონს? გეტყვი ელემენტარული როა იყო, ოჯახი იცის რა არის და დები და დედა და პატივისცემა და ურთიერთობა. ვიდ ოჯახში გაზრდილი სხვა არის. სხვა არის. მე ძაღლები უყვარს ძალიან თვითონ ყავს და ცხენები და ეს ბევრს ნიშნავს. კარგი, აი კენდალი ყველაზე მეტად მომწონს. გაიმარჯვა კენდალმა. კენდალს ვამარჯვებიებ. კენდალს ველოდებით ბუკიას ბაღში. გიორგი უნდა გავაცნოთ. ფანდური ეჭერება ხელში რო იცნო. უყვარს მუსიკა მაგას და იმეც მომწონს. ბუკზე უკრავთ ვინმე ოჯახში? არა. ნაღარაზე. ბუკზე შემოყვრა არ ვიცი სხვადასხვის, მაგრამ მე მეუნებიან შეხარ ბუკი ვითო. რო გაცხარდები ხოლმე და ალბათ უფრო ეგ. ძალიან დიდი მადლობა კაპიტანი. ლალი. მომწონს ეს თამაში. გავხადეთ ჩვენს ანას ცოტა ტექნიკური პრობლემა იყო. ტექნიკურად შრიალებდა და შეგვიძლია გავახსენოთ. გავაგრძელოთ, კარგია. მე როგორ მაინტერესებს. მე რამეს დატუები კა? მადლობა. რა წერია? სულ. ეს ნემსიკლაპია. მე მაგ ძალიან მაგარიტად უგანახო? კი. აბა თუ გამოიცნობ. ხალი. სწორია. ჩემი საყვარელი ვეგეტარიანული საჭმელებიდან ჩემი საყვარელი საჭმელია. ისე მომწონს ეს კრეატიული რაღაცა ისეთი. აბა კაი, ნახოთ რა წერია აქა. ლალი მე ბუკეს პირადობაში რა უწერია ლალი? სულ ლალი მე ბუკეზე არ იყო კითხვა, უბრალოდ ყველა ეგ მოიგეთა. არ არის პრობლემა, ლალი მე ბუკეს პირადობაში უწერია ლალი მე ბუკე. ანუ მე ბუკე ფსევდონიმი არ არის. არა, რას ამბობ, გვარია. გვარია, ქართული გვარია. ქართული გვარია. მართლა რეალურადაც. ვინ არის ჩემი მოგვარე? ძალიან კარგი ბიჭი, მსახიობი. აი, იმაში ცვალებად ნიშნებში რომ თამაშობს, დედას სახელი არ მახსოვს, მაგრამ ესეთი ცისფერთვალება ბიჭი რო ლაშა მე ბუკე. კი, მე ვიცი, ხონდრო ვის თამაშობს ეგ მეც დამოვიწყდა. პერსონაჟი მაგრამ აი ზაფხულის ღამის სიზმარში თამაშობს პაკის და ძალიან შექსპირისთან თამაშობს, ძალიან კარგი ბიჭია. აქ ამონაცდება ლაშა მე ბუკე. კი, აი. მას მოპარე გვარი? არა, კაცო, მოგვარეები ვარ. სად იყო ლაშა? ლალი რო ლალი იყო. რა ქვია, დედის რძე ქონდა ახალი შემშრალი პირზე, მე რომ მე ბუკე ვიყავი რა სამბობ. არა, მაგრამ მოგვარეები ვართ. ერთი შტო. კი, გასაკურველია. შე ფსევდონიმი გეგონა მე ბუკე, ხედავ შე. გაოცებული რო ეხლა რო გვარია. ანუ რომ მილაპარაკე მართლა ის გონი. ჩემ მეგობრებს ეშინიათ ხანდახან მეუბნები რომ გამორთელალი. ვაგრძელებ რა მე ძალიან მომწონს ეს თამაში. ისეთ წერბით ვიდეოს რომ შეგვიძლია ყველა ამოვიღოთ.
კარგია. ვაიმე ეს რაღაცა ძალიან გრძელი ის არის. რომელიმეს არჩევა სავალდებულო რომ იყოს, რომელს აირჩევდი. მოусმი მაკა შალიკაშვილის საკითხულ ლექსებს სიცოცხლის ბოლომ თუ აღარასდროს არასოდეს არ დავლიო ალკოჰოლი ჩემს სიცოცხლეში და არ ვინანებ არასდროს. ძალიან იშვიათად. მართ მეგონა რომ ეს დალევა, ბარები, ლიზა და ბარი და ლიზა და ბარი და ვარაკარა. არა, ადრე უფრო, როდესაც მქონდა იმის ხალისი, რომ მუსიკისთვის მოგვესმინა და გვეცეკვა კლუბში, კი მიყვარს ძალიან და ეს აი დალევა არასდროს არ მყარებია ესე დიდად. სულ რომ ძალიან მიყვარდეს დალევა და სულ რომ დამოკიდებული ვიყო ყოველთვის მოусმენ. ავირჩევ შემდეგ ვარიანტს ვიდრე მაკა შალიკაშვილის საკითხულ ლექსებს ვუსმინო. არასოდეს მეკობრებო. ან მარტო მაგიტო და არა იმიტომ რომ დალევა გეზისყება. ხო, არა, მეც მის ყველანაირად. ანუ ჩვენ რო დავაზუსტო, ავირჩიეთ დალევა მთელი ცხოვრების განმავლობაში. დალევა აკრძალა მთელი ცხოვრება, ოღონდ არ მოусმინოს მაკა კი, შალიკაშვილს. ყველაფერს ვიზავ, არ მოусმინე მაკა შალიკაშვილს. ყველგან დავმიუთავდი ჩემი ნება რო იყოს. და მიუთავ ყველგან. კინო თუ თეატრი? შენ როგორც ანას რომელი გეჩემია ხოლმე? აუ აი ვერ ვიტყვი, ორივე ძალიან მიყვარს. ორივე ერთნაირად ძალიან მიყვარს. აი იმას გამოვიყენებ, რომ არ უნდა უპასუხო. ოკეი. ორცელს, იმიტომ რომ აი დედა თუ მამა და კინო თუ თეატრი. მაშინ მაგ არჩევას არ გაკეთებინებ და ისე კითხავ, აი ბოლოს კარგი ფილმი ან სერიალი რა ნახე, ან რამის ხო რეალოდები? ეს და არეჯექტე. გეტყვი. რეჯექტი. კარგი ფილმი ბოლოს ვნახე, მე საშინლად ვიმახსოვრებ სახელებს. ვნახე, იცი რომელი, ნიკოლ Good Girl თუ რა ქვია, ნიკოლ კიდმანს რო ეს ბიჭი უყვარდება. სახელი არ ვიცი, მაგრამ აი ფილმი ეგ ვიცი. ფილმი და გავგიჟდი ისე მომეწონა. თეატრში მონაწილეობდი ხო სპექტაკლში? რამდენი ჯერ? ბევრჯერ. იცი რა, პატარა რო ვიყავი, ვთამაშობდი ალბათ 2 წელი, 3 წელი ვერისუბნის მელოდიებს და მე ამერიკიდან რო ჩამოვედი, ვიყავი მეგად მოცურავ ზღვაში და სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ ვითამაშე. უი მართლა? ხო, ეგრე მოხდა სამწუხაროდ. ანუ ვეღარ მოასწარი? ვერა. მაგრამ არ აქვს. იმედია რომ კიდე ვიქნები. და ქსიამოვნები და თამაშის პროცესი. ძალიან. საოცარი სამყარო არის თან მიუზიკლი კიდე უფრო სხვა ამბავი არის და თან სიმღერა, თან თამაში, თან ცოტა ხوار დაიჩაგრე იმის გამო რომ დოისშვილი ხარ მაგ ნაწილში. რომ ანუ უფრო მეტად ხوار შეიძლებოდა გქონოდა მეტი როლი. აუცილებლად მე ძალიან ბევრ კასტინგზე არ გავდივარ ზუსტად იმიტომ რომ ის ადამიანები ვისაც ძალიან კარგად ვიცნობ რადგან მამა ჩემის მეგობრები არიან ისედაც ბავშვობიდან ვიცნობ მათ არ ვუქმნი პირველ რიგში უხერხულობას და ალბათ კი მაგრამ უკვე მგონია რომ რაღაცნაირად ეგ ეტაპიც გადავიარე რა არ მგონია უკვე აღარ ხარ დოისშვილი ჩემი აზრით ან დოიხარ თალკე იცი რა დოისშვილი სულ ვიქნები მაგრამ მაგას თუ მივაღწია ეგ ძალიან ხარია ჩემი აზრით უფრო მაგზაზე ნამდვილად ხარ ყოველ შემთხვევაში ეხლა ხარ ლალი მებუკეს ის რა ქვია დამატება როდემდე უნდა გასტანოს ამ სასწაულმა პერიოდმა მართლა აი ეს კითხვა მეც მაინტერესებს როდემდე ვაპირებ და ამ სასწაულ პერიოდში ცხოვრებას არ ვიცი აი მართლა არ ვიცი ეს რაღაცა უფალმა უნდა გადმოგხედოს მართლა სხვა გზა არ არის შენ ძალიან აქტიურად დადიხარ პროტესტში რუსთაველზეც ხშირად ხედავ ხოლმე ორი კაცი რომ მომბობე რო დგასო ერთი არის და აი მინდა კითხო ახალგაზრდა ადამიანი ხარ რომელსაც ბევრი ინტერესები გაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია იმის გარდა რომ მანდ მიხვიდე საღამოობით და შენს მეგობრებთან ერთად მაგრამ მაგას აკეთებ და ამაში შენ მნიშვნელობას ხედავ ტყუილ უბრალოდ არავინ არ დგას იქ და ყოველთვის ეს არის მნიშვნელოვანი აი შენი ამბავი რო გითხრა რის გამო საკუთარი თავი შენი მეგობრების ქვეყნის აი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი მიზეზი აქვს ნამდვილად პირველ რიგში იმიტომ რომ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ და ამ ქვეყნის საზოგადოების წევრებად გვინდა რომ ვიქცნოთ თავი, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის შენებაში. და თუ ჩემი წვლილი არის ის, რომ ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო 1 წლის განმავლობაში ყოველდღე, დავაფიქსირებ ჩემს აზრს ყოველდღე, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში რაც ხდება, ის ძალიან მადარდებს, ჩემი მეგობარი ანდრონიკუშა გამოვიდა და კარგი ზის არაფრის გამო ციხეში და უკვე ვინც ხედან ის ბავშვები და ბიჭები და გოგოები იმდენად ჩემი ახლობლები მგონია
იმიტომ რომ ყველა სასამართლოზე დავდივარ და იმდანად გულშემატკივრობ და იმდანად მცხვენია, თუნდაც იმ პატარა რაღაც საღამოს გართობის, გაღიმების, გაცინების მათთან, მაგრამ მგონია რომ ჩემს საქმეს ყოველ შემთხვევაში ვაკეთებ და ეს ერთიანობა არ უნდა დაგვაუწყდეს ალბათ და სოლიდარობა, რაც ყველაზე მთავარია და არასდროს არაფერი არ დარჩება, ყველაფერი არის გარდამავალი, დარჩება მხოლოდ ადამიანობა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და დღეს თუ ვინმეს საღი აზრი აქვს, შეიძლება არ მეთანხმებოდეს მე და არავინ არ ითხოვს იმას, რომ მაინც და მაინც ყველა ერთ აზრს იქ ვინც ვდგავართ იქაც არავინ არ ვართ ერთ აზრზე. საერთო ღირებულება საერთო ღირებულება ერთი, რომ დღეს რასაც ვუყურებთ, ეს არ არის ადეკვატური, ეს არ არის ნორმალური, ეს არის დიქტატურა და მე ყოველ შემთხვევაში მეცოდინება და ჩემს თავთან და ჩემ დასთან, რომელიც 10 წლის არის მართალი ვიქნები, იმიტომ რომ წლები რო გავა და მეტყვის, რომ ანა, ჩემს ქვეყანაში რო ეს ხდებოდა, შენ სად იყავი? მეცოდინება, რომ სწორ ადგილას ვიყო. ჩემი აზრით და ასეც მგონია, სწორ ადგილას ვიყო. და ერთსაც კითხავ, აი, როდემდე უნდა გაგრძელდეს მაგ ამბავში, აი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ, შეიძლება 1 წლის წინ, ბევრ ადამიანს იცნობ, რომელსაც სხვადასხვა წრეს მიეკუთვნება, ხო? აი, იმათი ჩართულობაზე რამდენად არის დამოკიდებული შენი აზრით? მაგალითად ის, რომ ვიღაცებს შეიძლება ისე რაღაც გაიბზარა ურთიერთობაში. ჩემი აზრით 1 წელი იმიტომ ვდგავარ იქ, რომ ნელ-ნელა წავიდა ადამიანები და მობეზრდათ იქ დგომა. ჩვენ რო ყველა ის ადამიანი, აი თუნდაც ახლა 1 წელი რო გავიდა და დიდი აქცია იყო, ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ამ მთავრობას უბრალოდ ვადა გაუვიდა ჯერ ერთი და უბრალოდ საშინელებებს აკეთებს და ამათ ამდენ დაშვებულ შეცდომას როდის გამოვასწორებ და რა ძალით და ეკიდე ცალკე სანერვიულოა რომ უბრალოდ მართლა არავინ არ ჩანს პოლიტიკო ასპარეზზე კიდე ცალკე თემა არის. თუ აი ვინც კი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ის ყველა ადამიანი რომ გამოსულიყო ამდენი ხნის განმავლობაში, ყოველი საღამო არ იქნებოდა რუსთაველზე დაჭერა, ნერვიულობა რომ ვინ მივიდა სახლში, ვინ ვერ მივიდა, ვის დახვდნენ, ვის გაეკიდეს, ვის დაემუქრეს. და აი ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ სამსახურისგან გაშვებით და საოცრებებით ემუქრებდნენ ყველა ოჯახის წევრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც ძალიან უტეხი ადამიანები დავრჩით და დარჩნენ და მგონია რომ შეიძლება ეხლა ვერ ბედავენ ან შეეჩვია ეს ან ბევრი რაღაცა ხდება, მაგრამ მოვა ის წერტილი, ოღონდ როდის მართლა რა პლანეტარაში უნდა შევიდეს რომ ეგ მოხდეს ვეღარ ხვდები, ყველა გამოვალთ და დავდგებით ერთად ისევ ამის ძალიან წამს. ან მინდა რომ წამს. ამის რესურსი გვაქვს 28-ში ვნახეთ, რომ ადამიანები ფიზიკურად იქ აღარ დგანან, მაგრამ ემოციურად ისევ პროტესტის გვერდით არიან. კი, ეგ ძალიან ბევრი არის ეგეთი, რომელიც მეუბნება, რომ აი ძალიან თქვენთან ვარ და რა მაგარია რომ მანდ გახარ და რა მაგრები ხართ, მაგრამ მე არ დავდივარ. და მესმის ძალიან რთულია ჩემი წლევანდელი წელი, არც ერთი საღამო აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ყველა საღამო მთავრდება ერთნაირად, ერთი და იგივე ხალხის ნახვით, ერთი და იგივე ადგილზე დგომით, ნერვიულობით, უკვე ყველა პოლიციელს როცნობ, ისიც როცნობ, შენც როცნობ და აი ამ სიგიჟეში ვართ რა და გარდა იმისა, რომ ყოველ დღეს აქციებია, საოცარი ის მიდის რა, ბულინგი, ვიღაცა ხალი, აი მაგალითად გუშინ წინ ყვავილების გამყიდველი ხალი იყო ქალბატონი ასაკში დამიფურთხა წინ და დამიძახა აკაცუკი. აი რატო? არც იცისთან აკაცუკი რა არის პროპაგანდის მსხვერპლია. აი ეს პროპაგანდა. იმედს ზართავს. ხო რა, ნუ იმის პოზიტივი იმედი. აი ერთი ლალი მებუკე უნდა შეუვარდეს გამწარებული მაგას და მე ვნახოთ. ახლა მოგიყვე, მოკლედ. აი აქცია, გაქანებული აქციებია და ვიღვიძებ დილაზე, მაგვიძებს ტელეფონის ზარი, მეთქი ალო. ხო და ნათია ვარ რომ მეუბნება, იმედი დინდანო. აი ესე გამიგე და ვერ გავიგე საიდან იყო ეს ხალი, ვერ გავიგე ტელეფონში და დიახ მეთქი და ძალიან გვინდაო რომ ჩვენთან მოხვიდეთ გადაცემაში პოსტალიონი თუ რაღაც ეგეთი მობოდა ეხლა რომ დავფიქრდი. საიდან გაგვთ მეთქი ქალბატონო, ჩვენ გადავირი, აი გადამეკეტა მართლა ჭკუა და მაიო ჩვენიო გადაცემის წამყვანმაო გიცნობ თუ მსახიობია ერთი და იმან მოგცაო, ეხლა ეგრევე დავფიქრდი. სანამ აი ავკივდებოდი, ხო თან ხო იცი როგორი ფეთქებადი ვარ. რაღაც ერთი წამი დავფიქრდი, რომ თუ ლაივი, ანუ პირდაპირ ეთერი, თუ ხო არ მივიდეთ, ხო და თავიდან დავჯდები. ისე ლამაზად უშვი და წნარა და მე რომ მოვაღები ის და ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ არა ჩაწერით არისო და მე დავახურე ყველაფერი და ისე მივედი, თორე აი პროპაგანდისტული არხები. მე ვთქო, აი არ ვიცი, გამერო. სულ მაინტერესებს,
რო რეკავენ, აი შენთან რო რეკავენი, რაზე ფიქრობენ? მართლა ვერ ხვდები. აი მართლა ვერ ხვდები. ეგ ვკითხე მეც, რა აი ჩემთან რო იღებ ტელეფონს და რეკავ. აი ხა რო ცუდად რო დაგელაპარაკე. ხო იცი რო ესე მოხდება. ან სანამ რესპონდენტთან დარეკავ, გაიკითხე მაინც ვინ არის. მე მგონი მაგათ მართლა ვიღაცას თავს სჯერა რომ აქ ხალხი მართლა 2 წლებზე დგას. არა წესიერი ადამიანები, ვისაც პატარა განათლება აქვთ მიღებული და რაღაცა თავისნაირები გონიათ თავი? იქ არ მუშაობენ და არ იცი მართალია. რისერჩინგის გაკეთება არის ანუ რაზე ვლაპარაკობ. არა ხო მე ხარ სიტყვაზე რისერჩინგზე დარეკეო. ჩამწყებენ კიდე კი, შეგანათლებული. უფროსობა მოთხრა, აი იმას თუ დარეკე და მოიყვანე და არა, არც უთხრა დამიჯერე. მე ვმუშაობ ტელეკომპანია ფორმულაზე 7 წელია და TikTok-ი მაქვს 70,000 გამომწერლობას, მეტნაკლებად ადამიანის სანამ მომწეს შეიძლება ჩემს ინფორმაციას მოძიება. ანუ ხელმისაწვდომი ვარ საჯაროდ რა. ანუ მირეკავენ რუსთავიოვიდან და თავაზობენ უსწორ პროექტებში მონაწილეობას. წინა წლებში იყო მაგ Prime House თავაზობდნენ. მე რაღაცა უცნაური გადაცემა თიკა ჯამბურია კი არა რა ყურია ესკალი ფაცაციას რომ იყავდა, ხوار მოხარ ვინ მღერის თუ ვერ მღერის რაღაცა შოუ რო იყო, ანუ ხალხო აუდენა ვჭირდება დაგუგლა ან სახლის და გვერდში ჩაწერა რომ მიხვდეთ, მაგრამ არ იციან შტერები არიან. წესიერი ჟურნალისტები არ მუშაობენ ეგეთ არხებს. მართალი ხარ. ანუ გამოსწელი შემთხვევით მოხვედრილები გონიათ რომ შენ მაგალითად ფულზე და იმისთვის რომ იქ გამოჩდე მაგისთვის აკეთებ ყველაფერს. ამიტომ განიხილავ ყველაფერზე რომ მიდიან პრესდება მაგრამ აი უბრალოდ არა უბრალოდ ხო აი ლოგიკა სადღაც ხო უნდა მართლა ხო ელემენტალური არის ეს რომ სანამ ვიღაცას აიღებ ტელეფონს ხო უნდა გაიგითხო არა ვინ არის საიდან არის რა ოჯახიშვილი რაღაცა ხო უნდა გაიგითხო ხო რომ გავარდა ნათიაბი ანას დაურეკეს თუ ლალის მაინც ვიკითხო შეიძლება ლალის დაურეკეს აი ლალისთვის რომ დაერეკა კიდე სადღაც ოკეი აი კიდე ოკეი არც ეგ გამორიცხული რომ მაგრამ ანაოდო შეიძლება არც იციან რომ ლალი მეპუკე სინამდვილეში გამოგონილი პერსონაჟი არის. გამორიცხული. ისე ძალიან ბუნებრივია ნამდვილად. მე რო არ ვიცოდე ანა დოებინ არის. ზართული იქნებოდა ჩემთვისაც მიხვედრა. თუმცა ვიზუალურად არ ემთხვევა ეგ ყველაფერი შენს გარეგნობას. ხო? არა და მე ვარ ორივე. ხო, მაგრამ ლალი მეპუკე ცოტა უფრო ისე. ხო, ისეთი ქალი არის, ხო ასე ხარ, რომ აი გეთახმები, გავგზავნე. ცოტა პედაგოგი. კი. უზარიგება უყვარს მაგრამ იცი რა არის ლალის უცხოურია. აი გამიგე. და ეს ახლა თუ ვიღაცა კონკრეტულად ჰაერიდან ხო არ მოფრინავს არა ის უნდა ისწავლო იცხოვრო და გამოიარო შენც რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილება და აგროვო ხო? ეს ტყუილა იმაზე ხო არ ვისვრი მეც არა რეპლიკებს და სამი შვილის დედა ვარ ბოლოს ხო? გიგრია. ეს ლაზარე ქვია ხო? ლარა გიო ქვია. ნუცა მყავს უფროსი პირველი ქორწინებიდან. და ნინო და გიო მყავს მე შუალარი ნინო და გიო ნაპოლარაა ჩემი. აჰა. მოცვალოს დედა. გაიზარდოს დიდი გოგო. გავწელო. კაი. გზა ბერკლიმდე და უკან. გზა ბერკლიმდე იყო. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი. კი, და ჩემი ოცნება იყო ყოველთვის მან სწავლა და მე რომ გადავწყვიტე რომ უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, მაგ დროს სწავლობდა პაპუნა შარიქაძე, ჩემი მეგობარი. ბერკლიში და უბრალოდ დავურეკე რომ აი რას ფიქრობ, სად გავაგზავნო და დოისად უნდა გააგზავნო. ჯაზი ესე რო გიყვარს აქ არის მიქა და ჩამოდი და თვითონაც ჯაზის მემართულებით ხო? საოცარი პიანისტია. საოცარი პიანისტია ჩემი სიყვარული და ძალიან დამეხმარა და რაღაცნაირად ეგრე განვეწყვე რომ თან ამერიკაში სწავლა როგორც ყველას მეც მართლა ოცნებად მქონდა. და რომ ჩავედი საერთოდ განსხვავდებოდა ჩემი მოლოდინები და წარმოდგენა იმასთან შედარებით რაც დამხვდა. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, მე ძალიან გამიმართლა იმაში. განსხვავებასაც მოყევი რა. კი, აი, მეგონა რომ ჯაზი იყო ის, რითიც სუნთქავდნენ ბერკლიში და ძალიან შევწდი და ძალიან გამიწვილდა იმედები, იმიტომ რომ მაინც პოპი, როგორც ყველა პოპს უფრო აწვევიან, მაგრამ მე გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კაი პროფესორები მყავდა, რომლებმაც ყველანაირი შესაძლებლობა მომწეს იმისი, რომ ვინც კი ვინმე საინტერესო მუსიკოსი არის დღეს, ვინც ჩამოდიოდა ან ონლაინ კონფერენციები ქონდა, ონლაინ მასტერკლასები ქონდა, ყველაფერს ვესწრებოდი და საოცარი ბიბლიოთეკა, სადაც ვინილები და კასეტები, სადაც საინტერესო სოლოები და კონცერტებია ჩაწერილი და ძალიან დიდი განათლება და გამოცდილება მივიღე. უზარმაზარი მართლა. და უკან არ ვიცი, ყოველთვის ყველაზე კარგად გამახსენდება ჩემი უნივერსიტეტის პერიოდი, ალბათ როგორც ყველას, მაგრამ
რთული იყო, არც ის იყო მარტივი აქიდან წასვლა და იქ ადაპტაცია. არც, მაგრამ გამიმართლა, რომ პაპუნა და ვაჟა და ნატალია ნაყოფია იყვნენ მაშინ ბერკლიში და ერთმანეთი ვყავდა. მერე ჯანგო ჩამოვიდა. რაღაცნაირად ბევრი ქართველი ვარ სხვათა შორის. ეგ უნდა მეთქვა. და ჰარვარდში იცი რამდენი არიან? ძალიან ბევრი ქართველი არის ჰარვარდშიც და MIT-შიც მართლა რაღაცა ტოპ უნივერსიტეტებში და დაფინანსებით წავოდი? კი. ანუ გრანტის მოიპოვე. კი, მე რო გავედი კასტინგზე, ძალიან სასაცილო იყო. მიუნხენში მომიწია ჩასვლა, რომ გამევლო კასტინგი. წამიყვანა ბიძა ჩემო საყვარლესმა, რომელმაც არასწორად ჩაწერა მისამართი Google Maps-ში და წავედი საერთოდ სხვაგან. და რო შევამოწმე, იმიტომ რომ რაღაც მანქანის ქარხანაში იყო ეს კასტინგი და საერთოდ სხვა არაფერი ღია არ იყო. მე თავიდან ჩავწერეთ და მივხვდით რომ 40 წუთის გზაზე არის და დავაგვიანე იმ დროს, რა დროსაც იყო ჩემი კასტინგი და რომ მივედი ნერვი ქოშინით მივედი მართლა აი დრუჟბი გადმომდიოდა პირიდან და ამ გოგო მითხრა რომ აი დაელოდე და თუ ვინმე არ მოვა შენ შეხვალ და აი 4 საათი ველოდებოდი, მე მართლა ვიღაცა რომ ნერვიულობ მაგ 4 საათის მანძილზე რო არ იცი შეხვალ ვერ შეხვალ. გადამწყვეტი რაღაცა კასტინგი არის. მე ვიღაცა გოგო არ მოვიდა, მე შემიშვეს. და აი ყველას რო 15 წუთში უშვებდნენ, მე ვიყავი რაღაც 40 წუთი, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპები აქვს რა, უნდა იმღერო ჯერ შენი სიმღერა, თუ კითხეს მე მეორე სიმღერაც უნდა იმღერო, მე რაღაც თეორიულ ნაწილს ძალიან მართლა ელემენტალურს გიმოწმებენ, აი სამხმოვანება მაჟორულია თუ მინორული და დიდად ეგეც არ აინტერესებს, შეიძლება საერთოდ არ კონდეს მუსიკალური განათლება და მაგასაც არ აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მე 10 წლები მაგ დამთავრებული და 10 წლები არა 7 წელი მაგ დამთავრებული. ამიტომ მქონდა მუსიკალური განათლება და ძალიან მარტივი კითხვები იყო და აი იმპროვიზაციაზე რომ მივედით, ვიღაცა გიკრავს, რაღაცა ბლუზის ფორმას, შევყევით და აი რაღაცა ყველა ჟანრში მატარა, გამომცადა, მე წამიყვანეს ინტერვიუზე და რომ ჩამოვედი, მომივიდა წერილი რომ მიმიღეს. გადასახადი არის რაღაც $62,000, რაც არის სიგიჟე. ერთადერთი პირობა, რაზეც გავედი მამა ჩემისგანაც და საერთოდ ჩემ ოჯახში რომ ვილაპარაკეთ, ის იყო რომ თუ დაფინანსებას აიღებ, წადი კაცო. და დაფინანსება ბერკლიდან არ ელოდნენ? არა, არც მე არ ველოდი. არც მე არ ველოდი და არც თვითონ არ ელოდნენ და მე იმისთვის რომ დაფინანსება მოგცენ, უნდა გადამეგზავნა ჩემი სკოლის დიპლომი, რაც დროში გაიწელა, იმიტომ რომ კატი დავწერე, რაღაც გამოცდები დავწერეთ მაისის ბოლოს, ანუ ივნისში გადავაგზავნე მთლიანად სკოლის ნიშნები, ატესტატი, რაღაცა პროცესი გავიარე და 4 აგვისტოს გავიგე რომ შემთხვევით, აი უბრალოდ შევედი ამ საიტზე, სადაც უნდა მენახარო, 70%-იანი დაფინანსებით მოვხდი და მე რო ჩავედი დავამატე დაფინანსება. სიმღერა მთელი შენი ქონებაო? გავიგეთ ამაზე პასუხი თუ გინდა დაარეჯექტე. რო აღარ მღერი ბოლო დროს. იცი რა, მთელი ჩემი ქონება ნამდვილად არ არის სიმღერა. ერთ-ერთი ნამდვილად აი მონაპოვარი და ისეთი სიმდიდრე მართლა რაც გამაჩნია არის, მაგრამ მთელი ჩემი ქონება ნამდვილად არ არის. ნამდვილად არ არის. რაღაცა მაკვარანცხობა გიქნება ეხლა ეგ და იმერც მაინც დავიტოვებ. კითხვას. კარგი. გავაგზავნო? თამაში მშობელთა კრება. ახლა ლალი მე ბუკემ უნდა ჩაატაროს მშობელთა კრება. აჰა. და უნდა აერჩიო შენი საყვარელი მოსწავლე. კარგი, აბა მითხარი. და ვის რა პლუსები და მინუსები აქვს, შეგიძლია ეგეს კი დაამატო. ბატონო. უმეტესობა ჩემი აზრით შენი მეგობრებიან, მინიმუმ ნაცნობები მაინც არიან. კი ბატონო. დავიწყოთ. დავიწყოთ. დავიწყოთ მშობელთა კრება და აერჩიე საყვარელი მოსწავლე. გიორგი გიგაშვილი თუ ნინი ნუცუბიძე? გიორგი გიგაშვილი. და გეტყვი რატო? ჯერ ეს ერთი ძალიან მოწესრიგებული ბავშვი არის. ძალიან მოწადინებული და სწავლას მართლაც რომ მოწყურებული. ნინი მეორის მხრივ ხო ნინი სულ ძინავს ხალხო, სულ ძინავს, ძალიან ნილია, ძალიან ნიჭიერია, ძალიან გონიერი გოგოა, რასაკვირველია, მაგრამ როგორც მოწაფე მე მაგალითად გიოს უფრო ავისჩერდი. კარგი სამუშაო. კი, აი ნამდვილად, ძალიან მოყვება, გამიგე, აი მოყვება. გიორგი გიგაშვილი თუ ჯანგო? ვაიმე, გიორგი გიგაშვილი, ჯანგო არის თხა. ნამდვილი თხა. ჯერ ეს ერთი რახმაზე კივის, ხალხო, რახმაზე ძმღერის იმხმაზე კივის. მთელი გაკვეთილი ვერ გააჭერებ. თხასავით გაჭეჭილი მოდის ხოლმე და ხან ინგლისურად ლაპარაკობს მე ახლა არ მესმის და არ შემილია. ეს ბარბარიზმებით?
კი, ნამდვილად, ბარბარიზმებით ლაპარაკობ, სულ მღერი, სულ მუსიკა, სულ ისა და არ შემიძლია, მე ნერვი არ აქვს, მე მიყვარს მოწესრიგებული ადამიანები. გიგაშა თუ კატო კვარაცხელია. ფაიმე ამორის კონცერტზე ვიყავი ხალხის საოცრებაში. გიორგი თუ კატო კვარაცხელია, კატო კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან მორცხვია. ძალიან მორცხვია და ჯიუტია სასტიკად, არც მეცადინობა დიდად არ ყავს გიორგი გიგაშვილი. გიორგი გიგაშვილი თუ ბახვა? გიორგი გიგაშვილი. ბახვაც კარგი მუდუა შენი ჭირი, მე სადაც დადიპა იმართლა იმასავით რა. მუთაკასავით იქიდება ბოლომდე მას კი არ იღებს, მაგრამ რა თქმა გიორგი გიგაშვილი. გიორგი გიგაშვილი თუ სტეფანე მღებრიშვილი? ვაიმე, სტეფანე კარგია, კარგი ბიჭია, მაგრამ ის არის გაფანტულია ძალიან, გამიგე, აი გაფანტული ის აქვს. მაგრამ აი გიორგი, როგორც მოსწავლე ხო, როგორც მოწაფე, მე გიორგის ავიჩევ, რა ვქნა, ხე გონიათ რომ ჯავიყვია, მაგრამ ასეა. გიორგი გიგაშვილი თუ ანა ქურთუბაძე? ვაიმე, ანა ძალიან იჭიერია და თავისი მეთოდები აქვს, იცი, დამახსოვრების რაღაცების და ეს ძალიან საინტერესოა. მაგრამ მოდი გიორგის ავირჩევ მაინც, მაგრამ ანა კაი მოწაფეა. გიორგი გიგაშვილი თუ აიწყო ბიჭებს აპრიორიტეტ, უფრო გახსენ ტვინი. გონება აქვს. არ იღლა სექსიზმში, ნუ ჩამითვლი. არა, ნუ იტყვი ეგრე, ნუ იტყვი. გიგაშა თუ გიორგი თორაძე? ვაიმე. ვაიმე, აი ნეტა ეგ არ გეკითხა. რა არის, გიორგი თორაძე ძალიან მაგვარანცხია, ძალიან, აი ჯერ ისეთი სიტყვა პასუხი იცის, ხო? რაღაცა შემეშალა იმ დღეს და აი ესე მითხრა, ხო, იცი ალმაც. ცოტა შენ ახალგაზრდობას ვარ გახსენებს. ცოტა მაგონებს ჩემს ახალგაზრდობას. მაგრამ როგორც მოწაფე, მე ვიცი, მედი არ მიწყეს და გიორგის გამირჩევ. კაპიტან ლარი, მე თქვენ ნერვის საშლა არ გინდათ მოსწავლეებთან ასე მიყვები. მომყვება. ძალიან ვცდილობ, რომ იცი რატო გეტყვი, ნახე, შენ ვიღაცას რაღაცას ასწავლი, შენ უქმნი, აი, მართლა ლანგარზე უნდა დაუდო და ისე უნდა მიაწოდო, ხო? შენ თუ უგულოდ გააკეთებ, ის უგულოდ აიღებს ამ ყველაფერს და აი, გიორგი არ მაძლევს თორაძე იმის საშუალებას, რომ მთელი გული და სული ჩავდო, იმიტომ ჯერ მე თვითონ მეცინება. მართლა მეცინება, დეგენერატია რა. კარგი. გიორგი გიგაშვილი თუ ნიკოლოზ რაჭველი? ნიკოლოზ რაჭველი. აი ნიკოლოზ რაჭველი არის, აი არ ვიცი რა, ჯერ ხმას ვერ გაიგებ, მართლა, აი ჩუმად. რა სასწაული კალიგრაფია აქვს ხალხო, რაღაც ისე ლამაზად წერს, მარტო სისულელები რო დაწეროს და არ წერს სისულელეებს. აი თვალს უხარია მარტო, გამიგე, აი მართლა თვალს უხარია. ძალიან შრომელი და ძალიან იჭიერი. ნიკოლოზ ავირჩევ სხვათა. ნიკოლოზ რაჭველი თუ გივიკო ბარათაშვილი? ნიკოლოზ რაჭველი თუ გივიკო ბარათაშვილი ძალიან იჭიერი არის გივიკოც, გივიკოს ავირჩევ. იცი რა ჭირს გივიკოს, აი უბრალოდ სასაცილო არის. რაღაც მომენტში ხო მოყვება გიყურებს ამ თავისი თვალებით და აი გრძნობ, რომ აი მართლა სულში არის ჩამწვრალი გამიგე და რაღაც მომენტში ყოფ და უცბად იდიშება. მიდის სადღაც, აი ისეთ სად მიდის, სად დაბორიალობს, რაზე მიდის მისი გონება დღემდე ვერ ამოხსენი, მაგრამ აი თუ გისმენს ხო და ის უნდა გაუფანტო, მე მივარო დაგჭეჭაპონი, რომ გივი აქავარ თქო და ჩვენ ვარ თქო და თვითონაც ხდება სიცილი, მაგრამ გივიკო იყოს. გივიკო ბარათაშვილი თუ ნანა ბუთხუზი? ვაიმე, ეს რაღაცა კარგია. ნანა ძალიან ესეთი გონი, ძალიან წასწავლას მოწყურებულია და მართლა აი ოღონდ რამე ისწავლოს და რაღაც, მაგრამ ბევრია, ნანა ბევრია. აი მგონია რომ მარტო ნანა რომ მყავს კლასში, მგონია რომ 40 ბავშვი მისის, მართლა აი უამრავია ნანა. ისეთი არის რა, ჭირდება აი ძალიან ესეთი ძლიერი პედაგოგი ჭირდება რომ გაუქაჩოს ის თვითონ ეგეთი პიროვნება არის ნანა. გივიკოს ავირჩევ, იმედი არ მიწყენს. გივიკო ბარათაშვილი თუ ირაკლი კვირიკაძე? რა არის, ირაკლი კარგი ბიჭია, ლამაზ თვალება ისეთი, მაგრამ გივიკოს ავირჩევ. უთქმელი სიტყვა, აი სიტყვას ვერ ამოაგებინებს გაკვეთილზე. ის მარტო ლამაზად დაიყურე. და საიმინდა ხოლმე რომ მივიდა და თმა ავუჭეჭო, მაგრამ არ შველეს არაფერი. გივიკო ბარათაშვილი თუ ნანკა კალატოზიშვილი? გეტყვი. რთულია, უბრალოდ ნანკას რა აკიცი, ვერ დავსვი მერხთან. მერხთან ვერ, აი ელემენტალურად მერხთან ვერ დავსვი. აი მოძრაობს ხან ფეხი იქ გადააკ, ხან ყელი აქ, ხან ისეზის, ხან ასეზის, ხან ისეზის, ისეთი. სწავლის ფორმა არა. არა, ვერ აი ჩარჩოში ვერ ჩავსვი. და ვერ აი კალაპოტი ვერ იმას ვკენი გამიგე და გივიკოს ავირჩევ.
იმიტომ თავის ჩუმად მაინც მიდის სადღაც და სადღაც და აი კი გაკრავს ხოლმე სადღაც მიყავს, მაგრამ აი არ მიშლის და აი იმას ვერ ვაჩერებ. იმოღო კარგად სწავლობს და ყველაფერი ბოლომდე ძალიან მაგარი გოგოა, მაგრამ აი ვერ ვაჩერებ ერთ ადგილას, მუსმენარია ძალიან. გივიკო ბარათაშვილი თუ სანდრო სამხარაძე? სანდრო ძალიან კარგი ბავშვია. ისეთი ნიჭი, მაგრამ აი მე ესე იგი ვინმეს თუ მიუჯდა, ხო, გვერდით. ვიღაცა თუ მოისვა გვერდით. აი ლაი არ ჩერდება. ოღონდ რაღაცაზე ილაპარაკო. თემას ხო ყოველთვის მოწევნის ალაპარაკოს. მე რო შევდივარ ყოველ ჯერზე სანდროს რო ვხედავ, აი მე შინია რომ რაღაცა ისე არ ვთქვა, ისე არ ვქნა, ეხა ისე კი არაფერს არ მეტყვის, მაგრამ ისე გამომხედავს ხოლმე რომ აზანწარებს ტანში. მაგრამ ძალიან განათლებული და მშრომელი და ბეჯითი და ძალიან სტილობიანია. ზუსტად ესე აღწერდნენ ჩემი მასწავლებლები სხვათა შორის ლაი, მაგრამ სხვა პლუსებიც ყო. იმას არ აჩერებს, გეფიცები რა. გამაცანით სანდრო ერთად მინდა თქვენს კლასში გადმოვალ და გამობძანდი. გივიკო ბარათაშვილი თუ რუსა მორჩილაძე? მე რასაკვირველია რომ გივიკო რასაკვირველია ეს განუმარტავ თან. რუსა არის ძალიან აი გონება გაფანტური. ეხა გეტყვი რატო. აი თუ რაღაც აინტერესებს იმაზე გადაგაფიჩინდება და სანამ ისე არ იტყვი ყველაფერს როგორც იტონო და არ განებებს თავს. არ განებებს თავს გამიგე? და მე ეს მრევს ჭყვი და მე არ შემიძლია, აი როდესაც მე რო რაღაცას გიყვები და შენ არ გაინტერესებს და არ შემილია. ამიტომ ისა, მაგრამ კარგი გოგოა რუსაც ძალიან და ყველას მასწავლებელი ხარ და არა ერთი. რასაკვირველია, ამიტომ აი მთელ ამ ენერგიას რომ წოვ, გამიგე? მთელ ამ ენერგიას რომ წოვ. მე თუდად ხვდები. გამიგე? მე რა არის რუსაზე იცი? ახლა თვითონ არ ვიცი შეიძლება კარგა იცინოს, მაგრამ მე მაინც მოვყვები. ეგეთი სიტუაცია იყო, რომ თმა აქვს რაღაცნაირად ხოლმე შეკრული, გამიგე, ესეთი დასამაგრებელი იმითი და ამ თმას რო იწევს, აი ესე აქ გადაფარჩხული ხოლმე უკან თმა და უკან ვიცის, მე დაფას ვეღარ ხედავს ხოლმე. ამიტომ სულ ვეუბნები რომ რუსა გადმოდი წინ. ეს არ გადმოდის წინ და აი არის მე მთელი გაწევა აი ის არის აფეთქებადი ქალბატონია ძალიან. გივიკოს ავირჩევ. და ბოლოს გივიკო ბარათაშვილი თუ დავით ოიაშვილი? არა, გივიკო ბარათაშვილი შენიჭირი მე. არა ის ჯერ ეს ერთი ის კი არის და დოიც ან ისეთი არის მუჩულა და საყვარელი და ჩუმი, მაგრამ თუ ხასიათზეა აი სანდრო როგორც ლაილაიზი არის. აი ესე უბრალოდ ერთ სიტყვის და ჩააგდებს ხო სიტყვას და მთელი კლასი მერე ამაზე ლაპარაკობს. ის იქიდან რაღაცა სიტყვის ის უპასუხებს და აი მართლა რია ხდება ხოლმე კლასში. ამიტომ გივიკო ბარათაშვილის ავირჩევ, იყოს გივიკო ბარათაშვილი. მადლობა ქალბატონო ლალი, თქვენი პედაგოგიური, ესეთი ინტიმური სივრცეების გაზიარებისთვის და მე აქედან რამდენიმეს ვიცნობ და ნამდვილად შინაარსობრივად მაინც ისე ახასიათებდი როგორც რეალურად. რასაკვირველია. თუმცა რა თქმა უნდა იუმორით უტრირებულად. კი, რასაკვირველია, ბარა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ვინმე წყენია შენ ხუმრობა? კი, ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. ალბათ. უცებ რო იცვლები ხოლმე რაღაცა ცოტა იმერტება. ესე იქ ძალიან ეცინებათ, მაგრამ მე მოუწერია რომ აი ესე არ უნდა მოგეჩეჩა ჩემთვის. ძირითადად ვისაც ყველაზე მეტად ტყდება ხოლმე ლალის ჯოხი არის მარიამი, ჩემი მეგობარი, ლონდრეს ვისაც ვეძახი. აი თუ გახსოვს ვიდეო პლურწაში მანქანაში რომ ჩეჩავ, ჩვენი შეხვედრა არის მართლა აი გაწიე გამიშვი გამატარა და ყველაზე მეტი მარიამს მოხვედრია, მაგრამ მარიამს არ წqვის, ვიღაცებს ალბათ. ფიზიკური შეხებაზე ლაპარაკი. დასაჭეჭია. ნამდვილი ლონდრია და იმიტომ. ნამდვილი ლონდრი. მისთვის ხდება ეს. ჩემთვის ხდება. იცი როგორი ხალი არის მარიამი? აი მართლა თვალში რო ჩაგივერდეს თიც არა მოისმე. ძალიან კარგი გოგო, უბრალოდ ვიღაცას უნდა რომ აი სადავები მოუკაჭოს. და მე შევჭი უბრალოდ. ამიტომ ეგრეა ახლა სიყვარულით ყველაფერი კეთდება. კარგი. ბოლო კითხვა დაგვრჩა? კი. რომელსაც წესებს მიხედვით არ ხსნი, მაგრამ მოდი გავხსნი. დავხსნა, დავარღვიოთ დავარღვიოთ წესები. ცნობილმა ოჯახა გარგო თუ განანა. მაგრად მარგო. მართლა? კი. იცი რა არის, სერიოზულად რო უპასუხოთ ამ კითხვას, ყველა იმ ბავშვს nepo baby-ს ვისაც ეძახიან და მეც ერთ-ერთი ვარ. ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკე ერთმანეთთან, რომ იმის მიუხედავად nepo baby-ით არ მოხვედრილ ხარ ბერკლიში, ამიტომ მაგ კატეგორიაში არ გავყავ ხარ. ხო, ალბათ. ამერიკაში დავით ოიაშვილი და არავინ არა. მაგრამ აი აქაც რა
იმის მიუხედავად, რომ ბევრ რაღაცაში მე თვითონ ვიყავი ძალიან დაკომპლექსებული, ზუსტად მაგიტომ რომ სდოის გოგო ამოიგებდა ანაბანას და სდოის გოგოა და იზავდა ამას და სდოის გოგოა და ამას იზავდა, აი ამით ძალიან დაკომპლექსებულმა ბევრი წელი გავატარე. და მე ფსიქოლოგმა გაიხაროს და დაილოცოს საერთოდ ის რომ ფსიქოლოგთან დავდივართ ყველა იმედია. მან მივხვდი რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვამბობდი მე თვითონ უარს და რაღაცნაირად ვკეტავდი მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ აი თავში არ ამოვარდნოდა, აი რაღაცა ეგეთი რაღაცა არ მომხდარიყო და ეხლა მგონია რომ პირიქით ძალიან მივიღე ის რეალობა, რომ შეიძლება ვიღაცა ვიც არ იცნობს დაუშვათ იგივე ნანკა კალატოზიშვილს, რომელიც დედაჩემის ბავშვობის მეგობარია, მამაჩემის მსახიობი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის რადგან მართლა ოჯახის წევრია, აი იმიტომ რომ მე მასთან ახლოს ვარ, ამითი აღარ ვკომპლექსდები. ადრე ეგეც ძალიან მაკომპლექსებდა და მე რა მივხვდი უბრალოდ რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაგას ამ ოჯახში გავჩნდა. მაგაზე აქცენტის გაკეთება არ ღირს, იმიტომ რომ სულ გამოჩნდება ვიღაცა, ვინც მაგას იტყვის და ადამიანები არიან, ვინც რეალურად გამჩნევენ მიხარ და მითხარ და როგორც ხარ. ამინ. მე თემა ხო არ დავჩერაზეც გინდოდა საუბარი და არ ვისაუბრეთ. არ ვიცი. საერთოდ ძალიან დიდი ხანი არსად არ ყოფილვარ. და იმიტომ რომ მგონია რომ ბრაზის გარდა მართლა არაფერი არ მაქვს სათქმელი და ვცდილობ რომ ეს ბრაზი სხვა რამეში გადავიტანო და არა მართლა ჩხუბში და ღრიალში, მაგრამ მე მგონი ლალი მაგიტომ უნდა დავაბრუნო რომ ლალის ღრიალი ოკეია. მაგრამ არ ვიცი, შენ ხო არ გაქვს რამე ისეთი? აი მომავლის გეგმები როგორი არის ეხლა, როცა ცვლილებები გიწევს ცხოვრებაში, რომ თეატრი იყო, თან ახალი თეატრი იყო, რაღაც სიახლე იყო, მაგრამ გაკეთებდა მას პანდემიის დროს მაშინ დოიზე პორტრეტი გავაკეთე და ანუ ეგეთი მასშტაბის ტექნიკურად უზრუნველყოფილი თეატრი საქართველოში არ არის. და პებაც არის. ხო, ძალიან რთული პერიოდი იყო, ისედაც ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც ამ თეატრში ვართ და მაყურებლისთვისაც. იმიტომ რომ ჩემთვის სახლის შეგრძნება იყო არა შენობა, არამედ ის ადამიანები და ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. ძალიან გამიჭირდა, ვერ ვიტყვი რომ არ გამიჭირდა, მაგრამ გეგმების ამომავლო ძალიან ბევრი გვაქვს. გავაკეთეთ ჩვენი ახალი კომპანია, რომელსაც ქვია ახალი ქართული თეატრი. რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტი განხორციელდება, ბევრი კოპროდუქცია. ეხაც ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ წინასწარ რაღაცებს, მაგრამ ბევრ საინტერესო რაღაცას გავაკეთებთ და ფაქტობრივად 3 წელი დათოს ყოველ შემთხვევაში უკვე გაწერილი აქვს და ჩვენს ქართულ ახალ თეატრსაც ბევრი სიახლე აქვს, რომელსაც იმედია რომ განვახორციელებ და მთლიანად აი ამაში ვდებთ რესურსს. ეს ქართულ მაყურებლისთვისაც იქნება? რასაკვირველია. პრემიერა იქნება აქაც ოღონდ სად არ ვიცით. იმიტომ რომ მომთაბარე ტომი ვითვართ ჯერჯერობით, რაც ჩემთვის ძალიან სიგიჟე და მტკივნეულია ყველაფერი, მაგრამ აქაც იქნება კოპროდუქცია, იქნება დაუშვათ ჩვენი მსახიობები წავლენ საზღვარგარეთ და უცხოელ რეჟისორებთან და ქორეოგრაფებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან იმუშავებენ. იყავით კიდეც ახლახანს ჩინეთში. კი, ახლახანს ვიყავით ჩინეთშია. ამჟამად ვიყავით ფესტივალზე, სადაც წავიღეთ ზაფხულის ღამის მარი და ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად ამ სპექტაკლს, რაც ძალიან გამახარა და ყველა ძალიან გაგვახალისა, იმიტომ რომ რაღაცნაირად პროფესიას დავუბრუნდით და გაგვახსენდა ყველას თურმე რა გვიყვარს ყველაზე ძალიან, რომ ეს საქმე არის ის, რის გამოც კიდევ უფრო მეც ვიბრძვით გარეთაც და შიგნითაც ყველგან და რაღაცა ჩვენი სტრესი განსაკუთრებით ამ დროს მისჯის მერე ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა. იმის მიხედვით ყველა ველოდით რომ ეს ესე იქნებოდა. მაგრამ რეალობის წინოდავდა კი ძალიან რთული იყო და რაღაცნაირად ჩვენი ეს ბრაზით და სათქმელით მთლიანად ამ სპექტაკლში ჩავდეთ, რომელიც ძალიან ბევრი წარმატება მოგვიტანა და მე როგორც ხედავ ახლა შეიძლებოდა რომ რაღაცა დასრულებულიყო, მაგრამ რაღაცა უფრო ახალი დაიწყო და შეიძლება რომ უფრო გაზრდილები იყოთ მაშინ როცა ეს ქვეყანა თავის ადგილას დადგება და თეატრი თეატრს დაუბრუნდება. იცი რა არის, ზოგადად ეს ყველაფერი რაც მოხდა ძალიან მტკივნეული იყო ყველასთვის აბსოლუტურად, მაგრამ რაღაცნაირად საცერში გაატარა აი ამ პროცესებმა ყველა პირადად ჩემზე ვსაუბრობ, რასაკვირველია.
და ძალიან ბევრი ადამიანი დამანახა რეალურად ვის მართლა უხარია შენი კარგი, ვის მართლა წqins, ვინ არის შენს გვერდით, ვინ აი კი თეატრი ძალიან ჭრელი სივრცეა. აი ვიღაცას კი ძალიან წqins, მაგრამ აი აბა რა გააკეთოს თვითონ, შორიდან. აი ეს. და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემს გარშემო ვინც ვართ ერთად, ძალიან ქმედით უნარიანები ვართ, რაც ყველაზე ძალიან მახარებს, ძალიან გულწრფელები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ და ერთმანეთთან, პირველ რიგში ერთმანეთთან. და აი ესე ერთად ყოფნით და ერთმანეთის გვერდში დგომით მაინც მგონია რომ საბოლოო ჯამში ალბათ იმედია რაღაცა საინტერესო ეტაპი არის და პირიქით ეს რაღაც ჩარჩოში ჩაპატარავება და დისკომფორტის შექმნა პირიქით უფრო დიდ სტიმულს მოგცემს იმისთვის რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ და უფრო საინტერესო რაღაცები შევქმნათ. ანა, ძალიან დიდი მადლობა. მართლაც იმედია რომ არ დაგღალეთ. არა, რა დამღალეთ პირიქით ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ თქვენთან მოვედი. ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ და მადლობა გადაეცი ლალისაც რომ ნახავ. და თუ შეიძლება ლალი მოთხოვს ჩვენს გამომწერებს რომ გამოგვიწერთ რა გვიყურებენ და არ გვიწერენ ხალხო რა წესია. ეხლა მე გეტყვი რა ხდება. მე შენ გეტყვი, აი კონკრეტულად შენ გეუბნები. რამდენი ადამიანი არის, ხო? აი, რამდენი პოდკასტი არის. აი, მართლა, როგორი ხალხის პოდკასტი არსებობს, ხო? აი, მართლა, კრეატივი რომ მოდის და იმას რო კოლ გააგაშვილი. აი, ესეთი გადაცე, აი, ესეთი ორი ახალგაზრდა ადამიანი ის, ხო? აი, მართლა ისე გავიდა ის დრო, რომ საერთოდ ვერ შევიგძენი, ვერ გამოიწერე რა. აი რა, ერთი ღილაკის დაჭერა, ხო? შენს გესიამოვნება და ჩვენს დიდი მადლობა. მადლობა. გამოგვიწერეთ. სამშობლო